ყოველ შაბათს 22 საათზე მთელი სამყარო იძინებს, მაგრამ არ ძინავთ მათ მაფიოზებს. მეხუთე სეზონში ვიხილავთ იტალიური მაფიისა და იაკუძას დაპირისპირებას. პატიოსნებში რა თქმა უნდა რჩება ექიმი და დეტექტივი. მეორე მაფიის გუნდი შედგება იაკუძასა და შოგუნისგან. იაკუძა დაქირავებული მსროლელი მოთამაშეა, რომელსაც დეტექტივი ამოწმებს შავად. შოგუნი არის უფრო მაღალი რანგის როლი. ის იღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ უნდა დატოვოს თამაში და გადაწყვეტილება მოქმედებაში მოყავს იაკუძას. მაფიაში ამ ორი ეპოქის გაერთიანებას ვიხილავთ. მას შემდეგ რაც თამაშიდან იაკუძა გავა, შოგუნი რჩება გასროლის გარეშე. იაკუძა იგებს იმ შემთხვევაში თუ თანაბარი რაოდენობით დარჩებიან მაფიოზებთან ან პატიოსან მოქალაქეებთან, ორი თორში ან ერთ-ერთში. იმის გამო რომ მაფიის ეს ორი დაჯგუფება ერთმანეთისთვის დაგვიპირისპირებინა, მაფიას დაუმატეთ მარჯვენა ხელი, რომელსაც გაცნობის ღამეს ირჩევს დონი და შემდეგ ყოველ ღამე ეძებს იაკუძას. შოგუნი არ მოწვდება არც დეტექტივის მხრიდან და არც მარჯვენა ხელისგან. თამაში უკეთესი ბალანსისთვის ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ღამეს არავინ ტოვებს მაგიდას. პირველი ღამე არის მხოლოდ გადამოწმებების და სტრატეგიების დაგეგმვის ღამე. მეგობრებო, ვისაც მოგწონთ იაკუძას ახალი ფორმატი, მე ვიცი რომ თქვენ უკეთესად გამოგივათ, ასე რომ შეგიძლიათ მობრძანდეთ ფულრომ მაფიაში, დაჯავშნოთ მარტო ან მეგობრებთან ერთად და მოირგოთ სხვადასხვა როლები საკუთარ თავზე. გელოდებით. მოგესალმებით ვირფასო მეგობრებო, ქართული YouTube-ის მაფია მეხუთე სეზონის მესამე ეპიზოდით დაგიბრუნდათ, სადაც იაკუძასა და იტალიური მაფიის დაპირისპირებაა. ეს რა თქმა უნდა მესამე ეპიზოდი არის. აქედან ერთი MVP აირჩევა, რომელიც სუპერფინალში ითამაშებს 20,000 ლარის საპრიზოსთვის. მადლობა რომ მობრძანდით, გავამხნევოთ ერთმანეთი, იმიტომ რომ თქვენი მობრძანება ქართული YouTube-ის მაფიაში არის ძალიან დიდი წარმატება. მინდა მაყურებელს მოგმართოთ, რომ გაგვამხნევოთ, გულები გაგვისპამოთ, დაალაიქეთ ამ ადამიანების სოციალური ქსელები არის აღწერაში, აუცილებლად გადადით, გაიცანით, გამოიწერეთ მათი არხები და მინდა გითხრათ, რომ ფინალში ჩვენი სპონსორი გამოყოფს 20,000 ლარს საპრიზოს. ეს არის ბეტსონ სპორტი. უღრმესი მადლობა მათ სპონსორობისთვის. უკვე მეხუთე სეზონია ვაკეთებთ ერთად ამ პროექტს. მადლობა. ასევე თქვენ სადღეგრძელოს ტავლებ ბენედიქტინერით, რომელიც გერმანული იმპორტირებული ლუდი არის. გაგიმარჯოთ, მეგობრებო, შეგიძლიათ მიირთვათ. და ვინც საჭესთან ხართ, შეგიძლიათ რომ ამერიკული ნომერ პირველი ყავა Starbucks-ი მიირთვათ, ცივი ყავა. მინდა რომ სპონსორებს მოგმართოთ, მეგობრებო, ვისაც ჯერ არ შემოგიდგავთ ფეხი YouTube-ში, გითხრათ რომ ეს ძალიან კარგი
ადგილი არის რეკლამის გასაკეთებლად. მადლობა ყველა სპონსორს, ვინც იუთუბერებთან შეხვდათ სასპონსოროდ. მადლობა ყველას. ხრაშუნის ხმა ისმის და ჩვენ ასეთ გახურებულ სეზონში მხარში დაგვიდგა კომპანია ლუდისა. ლუდისა არის პირველი ქართული პრემიალური ხარისხის ტალღოვანი ნატურალური კარტოფილის ჩიპსი, რომელიც დღეიდან ჩვენი სპონსორი გახდა. და უღრმესი მადლობა გეტყვით ასევე, რომ ფინალში ლუდისას ეყოლება თავისი რჩეული, სეზონის MVP, სეზონის რჩეული და მას 2000 ლარს გადასცემს, რაც ძალიან დასაფასებელი არის. ასევე გადაცემაში, ინტერვიუების გადაცემაში, ჯითუს ქუდის თემებში გვექნება ცალკე ჩელენჯები ყოველ გადაცემაში, 300 ლარიან პრიზ გამოყოფს, ასე ვთქვათ, 300 ლარს გადასცემს ლუდისა ყოველ გადაცემაში, რაც ძალიან დიდი მხარდაჭერა არის და ძალიან დიდი მადლობა ამ კომპანიას. სანამ დავიწყებთ თამაშს, მეგობრებო, ვიმყოფებით მირიან მეფის 31-ში, სადაც ყოველდღე მაფიის თამაშები მიმდინარეობს, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენგანს მობრძანდეთ მარტო ან მეგობრებთან ერთად, უკვე იაკუძას თამაშები მიმდინარეობს, გახურებულია, ასე ვთქვათ, ეს თამაშები ყოველდღე გამომწერებთან ერთად, ჩვენ თამაშობთ ხოლმე, შეგიძლიათ მობრძანდეთ, ჩემი წამყვანობით ითამაშოთ, ან სხვა წამყვანებით, პროფესიონალური წამყვანები გვყავს, როგორც იცით, გამოცდილი წამყვანები და მე ჩვენ აქ ყოველდღე ძალიან კარგად ვერთობით, ასე რომ თუ გსურთ რომ მოირგოთ სხვადასხვა როლი საკუთარ თავზე, გეპატიჟებით ყოველ დღე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოიწეროთ, დაგვაფოლოვოთ, დაჯავშნოთ და ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. გეგმები კი არის ასეთი, რომ ჩვენ მომავალში ვაპირებთ რომ დავიწყოთ საქართველოს ჩემპიონატი მაფიაში. აქვე ედიტორები არ უნდა გამოგრჩეთ, ერთ-ერთი მათი წარმოადგენელი Dark Flash-ი არის ნოდო მოწეული და გეტყვით რომ მაფიის ღამე 13-ზე ამ ჰეშტეგზე TikTok-ზე შეგიძლიათ დაკლიპოთ, საინტერესო სახალისო მომენტები გააკეთოთ, ვიდეოები გაგვიზიაროთ, მე ძალიან მიყვარს ხოლმე ეს საინტერესო ლამაზი ედიტები. და ასევე თუ ედიტინგი არ იცით, შეგიძლიათ მაფია კონტენტზე ამ ჰეშტეგზე გააკეთოთ, საინტერესო ვიდეოები, როგორ თამაშობთ თქვენ მეგობრებთან ერთად, როგორ გიყვართ მაფია, ნებისმიერი რამე რაც ეხება მაფიას, უბრალოდ გადაიღოთ, დადოთ TikTok-ზე, დავთაგოთ და ამ ჰეშტეგის შემდეგ გამოვავლენ გამარჯვებულებს და დავაჯილდოებ. მადლობა მეგობრებო ყველას და მე მგონი ახლა უნდა დავიწყოთ ეს ეპიკობა თამაში. ზაფხული მოდის მეგობრებო და ჩვენი სპონსორი არის Celsius-ი, რომელიც არის ოფიციალური წარმომადგენელი შიკის კონდიციონერების. მადლობა მათ სპონსორობისთვის. შეგახსენებთ რომ ყველა ფინალისტს გადასცემს საჩუქრებს Celsius-ი, ასე რომ დღეს დარწმუნებული ვარ მაგარი თამაში იქნება. ასევე გეტყვით რომ Celsius-ი არის არისტონის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. მაფია პრომოკოდზე საიტზე ყიდვისას ან მაღაზიებში შეგიძლიათ მიიღოთ 15%-ამდე ფასტაკლება. მე მგონი დროა რომ დავაღამოთ და დავიწყოთ ეპიკობა თამაში. წარმატებებს გისურვებთ, გულები და ლაიქეთ მავიწყდება ხოლმე ლაიქები და თქვენი გვერდით თქმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა სინავს თავი დაბლა დავხაროთ ყველამ, ნიღბები კარგად დავიფაროთ. ზედმეტი მოძრაობები არ არის საჭირო, იგვიძებს მხოლოდ პირველი ნომერი. ვემშვიდობებით იგვიძებს მეორე. იგვიძებს მესამე. იგვიძებს მეოთხე. და გაეცნობა თავის როლს. იგვიძებს მეხუთე. და ჩაახრამუნებს ლუდისას. იგვიძებს მეექვსე.
მშვიდობები იღვიძებს მეშვიდე იღვიძებს მერვე იღვიძებს მეცხრე საუკეთესო 9 ნომერი მაფიის ისტორიაში იღვიძებს მე-10 გულები გაგვისვამეთ აუცილებლად იღვიძებს მე-11 იღვიძებს მე-12 და ნახავს რა როლი დაუტოვა ქალაქმა ყველას ძინავს და იღვიძებს მაფია მაფიოზები გაეცნობიან ერთმანეთს დონმა დაიქნიოს ხელი დონი ირჩევს მარჯვენა ხელს ვემშვიდობები მაფიას იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა ვემშვიდობები იღვიძებს მხოლოდ დეტექტივი დეტექტივი გადახედავს ქალაქს ვემშვიდობები იღვიძებს ექიმი გადახედავს ქალაქს წარმატებებს უსურვებს ვემშვიდობები ექიმს და თენდება წარმატებულ თამაშს გისურვებთ. კარტები შეგიძლიათ შეიძინოთ ქართშოპ.gz-ზე, განახლებული იუთუბერების, როგორც AI-ის, ასევე პირველ ნომერს 1 წუთი. მოგესალმებით ყველას. დავარდქრე იმაქვს, თოლები კარგად ვერ გხედავთ ბოდიში. მე ვარ წითელი კალარტი. ვესტები ისეთ სულად არ ვითამაშოთ წითლით, როგორც წინაზე 12 ნომერმა ითამაშა წინა თამაში და უერთდები მაყურებლის მოთხოვნას, რომ ის ყმაწვილი საერთოდ აღარ მოიყვანოთ გადაცემაში, თუმცა 12 ნომერი ვიცი. გვარსაც არ ვიტყვენ, რომ ზოგი ჭამის დროს უყურებს ამ გადაცემას და ამინდა რომ ხალხი ცუდად გახდეს ამ გვარის წარმოთქმაზე და ტექნიკური თუ შეიძლება ასეთი კომენტარები არ იყოს. დიახ, მომწეროს Facebook-ზე თუ რაიმე პრობლემა იქნება. მე წითელი კარტი ვარ, მინდა რომ ზედიზედ ორჯერ მოვიგოთ წითლებმა ამ თამაში და ვანახოთ მაყურებელს რომ წითელი როლი არ დასუსტებულა მაფიაში მიუხედავად იმისა რომ 5 შავია. ასევე თხოვნა მექნება გამოსულ მოთამაშეებთან რომ ვიღაცები დამწყებები ვართ, პირველად თამაშობთ და ნუ დაგვაბნევთ და უფრო ხაზი გაუვსით თუ რას გულისხმობთ და ხელებით მინიშნებების დროსაც გავიხსენით ხოლმე ზუსტად რას გულისხმობთ და ასე შემდეგ. დამწყებებს კიდე გეტყვით რომ ფოლები არ ავიღოთ ძალიან ბევრი წითლება რა თქმა უნდა შავმა კისერის გიტეხიათ. ფას. ორ ნომერს უსმენთ? მოგესალმებით, მე ვარ დიმა. პატიოსანი მოქალაქე, წითელი კარტით, ძალიან სასიამოვნო მაგიდა, ხარია შემადგენლობა რაც აქვთ და იმედია საინტერესო არგუმენტირებულ და კარგ თამაშს ვნახავთ. რაც შეეხება ჩემს წინ გამოსულ პირველ ნომერს, დადებითი ემოცია, სიმართლე რო ვთქვა, არ აღმეძრა მის საუბრისგან, თუმცა რა თქმა უნდა ეს ემოცია მის ფერზე არანაირ შთაბეჭდილებას არ მაძლევს, თუმცა ამ ეტაპზე ნუ წრეზე მასთან ერთად თამაშისგან თავს შევიკავებ, 2-0 იქნება ჩემი გუნდი. ჩემს შემდეგ გამოსვლებს დავაკვირდები და შემდეგ დასკვნებს იქიდან გამომდინარე გამოვიტანო. კარგ თამაშს გისურვებთ, იმედია ყველანი ვისეუნებთ და რასთავარია იმედია მაყურებელიც შემდეგ სეუნებას მიიღებს, როცა ამ ეპიზოდს ნახავს. მადლობა, სამიას უსმენთ. გამარჯობა, მე ვარ კატო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ მაფიის თამაშოთ. ეს არის ჩემი მაფიის დებიუტი. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ. პირველი ნომერი ცოტა მაშინებს ბავშვობაში რომ გვაშინებდნენ ხოლმე ბუამოაო დაახლოებით ეგ ვაიბი მოაქვს ჩემთვის.
მაგრამ ის კარტთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ ვიტყვი, ანუ ნეიტრალურად ვარ, საერთოდ. მეორე ნომერი ჩემთვის უფრო წითელი ფერია ვიდრე შავი, იმიტომ რომ ძალიან თავდაჯერებული იყო ჩემი აზრით და მგონია რომ უფრო პატიოსნის როლი ქონდა. მე ძალიან მიხარია რომ პატიოსანი ვარ, იმიტომ რომ ძალიან მშვიდად შევძლებ თამაშს და იმედი მაქვს რომ კარგი თამაში გველოდება წინ და ვიპოვით მაფიას და მოვიგებთ ამ თამაშს. მადლობა. 4 ნომერს უსმენთ. ბომჟის ამორი ვალდეს გახსნა არ იყო ცუდი. საინტერესო დისაუბრო, ეხა დიდად ვერ გავიგებთ საბოლოოდ რა როლი აქვს. ალბათ ნელ-ნელა შემოვა დალაქიდათ მას დალაქი შემოვა და მას შეჭრის იმედია. 2 ნომერს რაც შეეხება ისე ისაუბრა რომ მაფიის წესები კარგად ვიციო და ბოლოსშიც 2-0 იქნება ჩემი მგონი პირველად გავიგე ეგ ფრაზა. 5-იანს ვასახელებ. მიღებულია 5 ნომერს. და ნუ 3-იანს შევაფასებ ყველაზე დადებითად და ჯერჯერობით 3-იანთან ერთად ვითამაშებ რა. ნახოთ ნენა თუ გაშეშულდება პირველი ნომერი შეიძლება. შიგნით თუ მოიკლებს ანსაცმელს, ნახოთ რა. პას. მადლობა 5 ნომერს უსმენთ. მოგესალმებით მეგობრებო, მადლობა რომ მომიწვიეთ ჯითუ და ხო, მე ვარ პატიოსანი. 4 ნომერთან ერთად თამაშობ აუცილებლად, იმიტომ რომ მე ავხსნი მაგმიზეს რა არის. ის რა ქვია, პირველ ნომერს არ ვიცი რა ვთქვა, იმიტომ რომ არ ვიცნობ ამ ადამიანს პირადად და ძალიან რთულია რომ რაიმე დასკვნა გამოვიტანო. ჯერჯერობით ხო რავი რაღაცა ძალიან ისე ხალისობთ პირველი გამანდა და 2 ნომერი იყო საკმაოდ სერიოზული, მაგრამ არაფერს არ ვაფრთხილებ. დანარჩენს ხო დავაკვირდები თამაშს, ყველას წარმატებას გისურვებ და იმედია ყველაფერი კაათა ჩაივლის. მადლობა 6 ნომერს უსმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ვარ დავითი, პატიოსანი მოქალაქე. პირველი ნომერი მე მაგონებს საფეხბურთო კლუბ თელავს. ძალიან ესეთი პირდაპირი ლაღი, შემტევი სტილი აქვს. მეორე ნომერი მაგონებს საფეხბურთო კლუბ წყალტუბო სამგურალს. ძალიან ჭკვიანურ ფეხბურთს თამაშობს, ძალიან სტაბილურად თამაშობს, მაგრამ საპრიზო ადგილების მიღწევა ყოველთვის უჭირს. თეატრის მაღაროები. მესამე ნომრის ლაპარაკი, ნუ საკმაოდ 7 ლაპარაკი იყო. საფეხბურთო კლუბთან შედარებას რაც შეეხება, მაგონებს იბერიას. ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს იბერია და ამ კომპონენტში. ხო, ეს კაცი რას მაგონებს? მაფიოს არ გავს, უფრო რაღაცა მექსიკელი ნარკობარონი ხუან კარლოს მიგელ გალეარდო როა, იმას გავს ჩაცმულობით ელ პედრინოს რო ეძახდნენ. მაგას გვადალახარას კარტელის ბოსს გავს. საფეხბურთო კლუბს თუ შევადარებთ, გარეგნულად კი არ იყო. მოდი იყავი დინამო თბილისი, რატო იცი? ახალგაზრდა ფეხბურთელები თარიღად თვითონაც ახალგაზრდაა და არელიან ბევრს ამისგან, მაგრამ ნუ და ცოტა ამოუცნობია და ასე შემდეგ. ჩვენი ძმა მაგონებს ფოთის კოლხეთს. ზღვისპირეთი, თევზი, ოქტოპუსი. შესაბამისად, გაგიმარჯოს. მე ცხების ხო ვერ მოვასწარე. მადლობა. 7 ნომერს უსმენთ. სალამი, მოგესალმებით, მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ. დღეს და ეხლა ვიქნები ყველაზე გულსფელი თამაში მთელი თამაშის განმავლობაში, იმიტომ რომ როცა მოვიდა კარტი, ვიყავი ეს მაყურებელმაც ნახა, ძალიან იმედ გაცრუებული, იმიტომ რომ მე რამდენად უნდა ვითამაშო ამ რაღაცა უროლო მოქალაქის, თქო და ნუ შეატყობთ ალბათ. რაც შეეხება ჩემს წინამორბედებს, ისეთი მაღალი დონის იუმორით იყვნენ წარმოდგენილები, არც ვეცდები მათთან რამე შევარდნას და არანაირი იუმორი ამ ჩემს გამოსვლაში არ იქნება. მადლობა. მადლობა, რვიანს უსმენთ. გამარჯობათ, მე ვარ თეო. ჩემმა ჩაცმულობამ არ დაგაბნიოთ, ჩემი ტუჩსაცხივით წითელი მოთამაშე ვარ, პატიოსანი. რაც შეეხება მონაწილეებს, პირველზე პრეტენზია არ მაქვს, ძალიან პოზიტიურად გახსნა თამაში და მადლობა ამისთვის, რომ სტრესი მოგვიხსენი ახალ ბედა მოთამაშეებს.
მეორე ძალიან გალექსილი იყო და ეჭვის ქვეშ, კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ. მესამეზე პრეტენზია არ მაქვს, საკმაოდ თავისუფლად ისაუბრა. მეოთხე და მეხუთე რატომღაც უკვე ჩაძმაკაცდნენ. შეიძლება პირადი თემა აქვთ და რაღაც ნიშნები აქვთ უკვე გათვლილი და უკვე რაღაც გუნდი აქვთ, არ ვიცი და ასე შემდეგ. კითხვის ნიშნის ქვეშ მეოთხე და მეხუთე. მეექვსე ძალიან საინტერესოდ გაჭორ გადათვალა ხალხი უცნაურად, ძალიან სხვანაირი ფორმით, რაც არ ვიცი საერთოდ რა შუაში იყო, მაგრამ მოდი დავაკვირდები ამ ადამიანს და მეშვიდეც მგონია რომ რა ვიცი, ისე წითლად ილაპარაკა და ისე გულახდილად რომ ვფიქრობ რომ აი ჯერჯერობით ვთამაშობ პირველთან და მეშვიდესთან ერთად. მადლობა. 900-ს უსმენთ? მე მერვედან დავიწყებ, აი თავიდან კარგად დაიწყო და მე ცოტა აუცდით რაღაც გუნდებში და ფერებში. მე მაგალითად მეშვიდე არ მომეწონა რა. მე პატიოსანი მოქალაქე ვარ. შვიდიანი იმიტომ არ მომეწონა, თავიდან კარგად დაიწყე და მე ნახევარ წუთზე გაპასე რა და არაფერი არ თქვი საერთოდ. აი ხა ნახე, 6-იანი არ მომწონს რა. 6-იანი ვიცი რომ ძალიან კარგი მოთამაშეა რა. დადგა და გასაგებია რომ მაღალი დონის იუმორი იყო და მე ძალიან გამეცინა, თუმცა ამ მაგიდაზე იუმორზე მეტად მჭირდება ინფორმაცია რომ თქვენზე რაღაცა ფერი გავიგო. არც ერთი არ შეაფასეთ, არც ნეგატიურად, არც მე მაგათ ვერ გავიგე. ფეხბურთის კლუბის ასოცირება არაფერს არ მაძლევს რა. 5-იანიც არ მომეწონა, ცოტა უფრო მეტად იუმორისტული მასში გადაიყვანე. 4-იანიც ჯერჯერობით ნეიტრალურად დავტოვებ. ანუ აქ 4-მა, 5-მა, 6-მა ისე ილაპარაკეთ, რომ მე ვერაფერი ვერ გავიგე. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე და ვიღაცებს ვეძებ. 2-იანი მომწონს ამ ეტაპზე, სხვასთან შედარებით. 1-იანმა ნეიტრალურად გახსნა, ვერ გავიგე ფერს და 3-იანიც ნორმალური იყო რა. აი იმის ფონზე რომ აქედან არავინ არ მომეწონა, 2-იანი, 3-იანი იქნება. ჩემი გვინდა 8-იანმა უბრალოდ ბოლოში ცოტა აცდა ჩემ იმას რა. მაგრამ მომეწონა რომ ვიღაცებს შეუტია პას. მადლობა. 10 ნომერს უსმენთ? მოგესალმებით. მე ვარ თორნიკე, მადლობა მოწვევისთვის, მეც დებიუტანტი ვარ. რაც შეეხება შეფასებებს, მეორეს, მესამეს და მეცხრეს კარგად შევაფასებდი. იმის და მიუხედავად, რომ დავით ამ სატესტოზე პირველივე წამს ხელი დაადო ყველას და ეხლა უბრალოდ იუმორში გაატარა, გაანეიტრალა, როგორც იდეაში შვრება ხოლმე. აქედან გამომდინარე, მე ვარ პატიოსანი მოქალაქე და მინდა რომ მენდოთ, ვინც პატიოსნები ვართ და თამაშის ბოლომდე აუცილებლად ვიპოვეთ მაფიას. წარმატებები ყველას. 11 ნომერს უსმენთ? გამარჯობა. პირველ წელზე რადგან ბევრი არგუმენტის საშუალება არ გვაქვს, რაღაცა ემოციების და ვაიბების დონეზე ვეცდები შემშთავი ტილოები გითხრათ. ანუ პირველზე ვერაფერს ვერ გეტყვით, დიდად მოდი ესე იყოს. 2-იანი მომეწონა, ისეთ დონეზე მომეწონა, რომ შემიძლია გუნდში დავიყვანო 2-იანი. 3-იანი და 4-იანი მოდი ნეიტრალურად იყოს. ანუ 5-იანი იყო ძალიან კარგი დასაფიქრებელი, რადგან როცა 1 და 2 და 3 ლაპარაკობდა, ყურადღებას არ აქცევდა. როცა მოქალაქე ხარ, უფრო ცდილობ ვიღაცებს დაუკვირდე, რომ შენი თანამოაზრეები იპოვნოდა. ან ერთი ეგ ვარიანტია, ან მეორეა, რომ ჩიფსებმა გაგართო და მართლა მოქალაქე ხარ, მაგრამ ჯერ არ ვიცი. 6-იანი ნეიტრალურად, დანლიას მგონია, რომ გულწრფელი იყო იმ სიტყვებში, კი არ ელაპარაკა, მაგრამ გუნდში ვერ აგიყვან, მაგრამ თუმცა გონია რომ გულწრფელი იყო. ნორვაძე არ ვიტყვი არაფერს და ლაშას და ჩემი გუნდები რაღაცნაირად თითქმის ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ მგონია რომ ლაშაც არ აგვირდებოდა, როცა წინა მოთამაშეები ლაპარაკობდნენ, სხვაგან იხედებოდა და ეგ 12 ნომერს უსმენთ? მოგესალმებით, მე ვარ ნოდო და მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. 1 ნომერი ყველაზე ნეიტრალური მყავს რა, ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ნეიტრალურად დატოვება, მაგრამ იმდენად იუმორისტული და ხუმრობითი გახსნა ქონდა, რომ არ ვიცი, მე ფერი არ მომცა რა. 2 ნომერი მომეწონა, რადგან არ გარის გააყვანა და 2-0 ითამაშა, 3-იანიც უფრო რაღაც და პოზიტიურად საუბრობდა. მეც ხანავერ მომეწონა, იმიტომ რომ 4, 5, 6-ში იმდენად ხუმრობითი საუბრები ქონდა, 6 ნომერს საერთოდ ფეხბურთებზე ისაუბრა და ვერაფერი ვერ მივხვდი მაგით, 5-მა და 4-მა ხუმრობით გადაიტანეს თავიანთი საუბარი, ფერი ვერ მომწეს მე, შესაბამისად მე მომეწონა 9, 2, 3, 9. ოღონდ 7 ნომერი მგონია რომ ამას საუბრობს პატიოსნი და რა, ანუ იმდენად გულწრფელად და ემოციურად თქვა რომ აი ისე პატიოსანი ვარ და დავიღალეო, რომ მე მგონია რომ პატიოსანია და შავიდან ვერ იტყოდა მაგას. მე ესე ვფიქრობ და ამიტომ 7-საც ავიყვან. აქეთ 10-11 არ ვიცი, ჩემი გუნდი იქნება 2-3, 7-9. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. პატიო ნომერი ამას. დავიძინოთ მეგობრებო, შეგახსენებთ რომ პირველი ღამე არის მხოლოდ გადამოწვევების ღამე, ძალიან საინტერესო იქნება. და მოსახამოვდა. ყველა მავიფაროთ ნიღბები.
და იღვიძებს მაფია. მაფიოზები თანხმდებიან სტრატეგიებზე. მშვიდობები მაფიას იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მშვიდობები იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. დაგეგმავენ ისინი სტრატეგიებს. მშვიდობები იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. შეგეხსენებთ რომ იაკუძა მოწმდება. მიიღო პასუხი ექიმი არ იღვიძებს. და თენდება. მიყვარს ეს ჩვენი სიახლე. პირველ ღამეს რო არავინ ტოვებს, ორი ნომერი გახსნის წრეს. ორი ნომერი გახსნის წრეს, მართალია. ახალი წლები ზამთარი ყველაფერი ჩავიარე, თუმცა მე ვიქნები სანტა კლაუსი ამ მაგიდაზე და ხურჯინით მოვედი კარგი საჩუქრით. მე ვარ დეტექტივი. პირველი წრის შემდეგ ალბათ არ გაგიკვირდებათ ვინ გადავამოწმე, ეს იყო 6 ნომერი, რომელიც ძალიან უცნაური რეპლიკებით და იუმორით იყო ჩვენთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს, შეიძლება ამ მაგიდაზე ერთ ადამიანთან ერთად ყველაზე მეტადაც მიყვარდეს, თუმცა მე როგორც ქალაქის დეტექტივი ვალდებული ვიყავი ეს გამეკეთებინა და დაგვხვდა სამწუხაროდ შავი ფერი. 6 ნომერი არის შავი ფერი. ეხლა იფიქროს თავში თუ გაბედავს რომ გამეხსნას დეტექტივად და თავისი რაღაც არგუმენტები მოიშველიოს, თუმცა არ მგონია იქ გააკეთოს. ნახოთ გუნდელები თუ დაეხმარებიან და უფრო ადვილად თუ ვიპოვით სხვა შავებს. თუმცა ამ ფერზე სხვა მოთამაშეებსაც რო გითხრა რამე. სხვა მოთამაშეებს ხო რაც შეეხება, ეხლა ვფიქრობდი გადამოწმების შემდეგ, როდესაც გავიკეთე ეს ვინ შევიდა მასთან ალიანსში. ძალიან არ მომეწონა 5 ნომრის ჩახუტება მასთან, ესე ხელის გადასმა ერთმანეთის და მე მგონი რომ რაღაცა ხდება მათ შორის, ან არ ვიცი შეიძლება მან როგორც ჩავმაკარტმა აქეთ მიიკეტლა 5-იანი, ამიტომ დასწრას არ გავაკეთებ. სამ ნომერს უსმენთ? სანამ არ ნომერი გაიხსნებოდა, ანუ ისაც მინდოდა რომ მეთქვა რომ 5, 6, 7 ჩემთვის ძალიან საჭირო იყო ნულოვან წრეზე, იმიტომ რომ არც ერთმა არანაირი ინფორმაცია არ მოგვცა საერთოდ. მე როგორც პატიოსანი მოქალაქისთვის, ანუ საინტერესო იქნებოდა ჩემი 7 ნომრის შეფასება თითოეულ მოქალაქეზე, მაგრამ მარტო თავის თავზე ისაუბრა და თავის როლზე და ნახევარი წუთი მართლა საერთოდ გამოტოვა. 6 ნომერი ძალიან ასე ვთქვათ შენიღულად თამაშობს სატესტო თამაშიდან განსხვავებით, იმიტომ რომ თავიდანვე როცა პატიოსანი იყო ძალიან სხვანაირად გადმოვიდა. იქით მხარეს ვიტყვი რომ 10 ნომერი რაღაც ძალიან ჩილ არის და ვერ ხვდები მთელი თამაში ამ თქნარებს და ვერ გავიგე რომ შეიძლება რამე შავი კარტია და ძალიან დარწმუნებულია თავის თავში და არავის არ ეძებს. ნუ ამ ეტაპისთვის 2-თან 9-თან ვითამაშებდი. გასულეთ, გაფასეთ ხოლმე 4-იანს უსმენთ? ძალიან საინტერესოა. კარგია, უკვე რაღაც ინფორმაცია გვაქვს. მოდი მე პირველ რიგში იმას ვიტყვი, ვინ მომეწონა. მომეწონა 10-12 მომეწონა საბოლოო ჯამში რა. ამ მაგიდაზე, იმიტომ რომ 10 გულწრფელი მომეჩვენა ძალიან და 12-მა კარგად შეაფასა მაგიდა რა, რაც რთულია ხოლმე, მე თვითონაც 12 რო ვარ, რთულია ეგ ყველაფერი. ხო, ნუ დანარჩენს დიდად არაფერს აღარ ვიტყვი. ერთადერთი რაც არ მომეწონა, ლაშას რეაქცია, 9 ნომრის რეაქციები არ მომეწონა 11, როცა ელაპარაკებოდა. განვავრცობ მაგ ყველაფერს აუცილებლად. პას. მადლობა. 5 ნომერს უსმენთ? ხო, გამიკვირდა ესეთი შემოტევა ორიანის სამი. ორიანისგან არ გამიკვირდა, იმიტომ რომ მე ვთქვი რომ შედარებით სერიოზული იყავი თქო, მაგრამ ის ოკეი. სამიანისგან გამიკვირდა ესეთი შემოტევა და რა ვიცი, 9-იანისგანაც სარიელ ადგილას არ გასაგებია, ხუმრობით ავყევი, ანუ თავიდანვე ხალისით დაიწყო ყველაფერი და მეც ანალოგიურად გავაგრძელე, თან, რავი, ჩელენჯები იყო, რაღაცა რაც შევასრულეთ და ეგ იყო მთელი მიზეზი ძირითადი მაგის და
რავი, დანარჩენზე რა გელაპარაკოთ, რავი, მაგის გამო თუ შეიძლება რომ ჩემი გაშავება ავტომატურად მოხდეს, 6-იანზე ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მოვისმენ 6-იანის აზრს. შენი აზრი მისაღებია, გასაგებია ჯერჯერობით 4-იანზე, რაც ვთქვი, რომ შენ რო ახსენე, რომ ერთად ვითამაშოთ მეთქი, ხუმრობა იყო იმაში, რომ 300 ლარი მოიგო იმით, რომ ლუდისა შეჭამა და მეთქი მე და შენ ერთად გავაგრძელოთ თქო რა. ეგ იყო ხუმრობა. თუ შეიძლება ამ მაგიდაზე ხუმრობა, რა ვიცი, მე მგონი პირველი ნომერი დამეთანხმება რომ შეიძლება. რაც შეეხება სხვა დანარჩენს ამ ეტაპზე, რა ვიცი, 2, 3, 9 ძალიან შოქში ჩამაგდო თქვენმა ამ იმან რა შემოტევამ და 6 ნომერს უსმენთ? ხო, ეხლა სერიოზულად. მოკლედ ჩელენჯი მქონდა ეგეთი. ოთახში დამავალეს რომ შენამდე ვინც ილაპარაკებს, რომ ისინი შეადარე საფეხბურთო კლუბებს. ამიტომ დავიწყე და შევადარე საფეხბურთო კლუბებს. მეტი არაფერი არ ყოფილა. თუ ვინ მელოდებით ეხლა რომ მე დეტექტივად გავიხსნები, არა ვარ დეტექტივი და არ გავიხსნები. იმიტომ რომ არც მაფია ვარ, ეს fake დეტექტივია თუ რა, მე არ ვიცი რა, გადამოწმებული ისეც არ ვიცი, 7 ნომერი არ მომეწონა მე პირადად, იმიტომ რომ რა საჭირო იყო გული დამწყდა, კარტი რომ ნახე და ასე შემდეგ, ამას ვერ ხვდები. ეს იყო ჩემი იუმორის და უცნაურად დაწყების მთელი მიზეზი, კატო შენს გასაგონად მინდა ვთქვა, დანარჩენი რა, მოვიდა გადაწყვეტით. მადლობა. 7 ნომერს უსმენთ? ხო, ჩემს მიმართ წამოსულ აგრესიას უპასუხებ, რომ ხო, მაგ იმედგაცრუებიდან გამომდინარე გამორჩა და ადრე დავამთავრე, როგორც ახლა ჩემმა წინამორბედმა, იმიტომ რომ ისიც იმედგაცრუებულია, იმიტომ რომ ამოიცნეს, როგორც ჩანს, ვეცდები ცოტა გავაქტიურდე. უბრალოდ მე მგონია, რომ როცა მოქალაქე ხარ, ბევრად მარტივია ესე ვთქვათ, მოგება, ვიდრე რაღაცა როლით და მაგიტომ მინდოდა რაღაცა როლი ეგ ვიგულისხმე. პირველივე წრეზე უნდა დამესახელებინა და გავიელვე და მე დამავიწყდა, მე-5 ნომერში მეეჭობოდა ძალიან, იმიტომ რომ რაღაც მომენტში დაბნეულობა ეტყობოდა, აი რაღაც მომენტში ვიღაც მე-6-ემ თუ ვიღაცამ რაღაც მიაწოდა, დაპაუზდა, რაღაცა ეგეთი რაღაცა მომეჩვენა რა. მეტი საეჭო ჯერჯერობით კონკრეტულად არაფერი, ვასახელებ რა თქმა უნდა 6 ნომერს, იმიტომ რომ ჯერა 2 ნომრის და თუ სხვა არავინ არ გაიხსნება აწი და თან როგორ გაიხსნება მაგასაც დავაკვირდები, რამდენად რეალურად არა რეალურად, თუმცა ვაკვირდებოდი, როცა იმის გაიხსნა, ცდილობდი რომ დავკვირდებოდი სხვას რამე რეაქცია ხო არ ქონდა ისეთი რომ რაღაცა ყოფილა. ხო, ისევ პატიოსანი ვარ და გავაგრძელოთ თამაში ყველაფერს რო გიჩვენებს და იმედი მაქვს მოვიგებთ. მადლობა. 8-ს უსმენთ? ესე იგი, მე ნულოვან წრეზე რო ვთქვი, რომ მეორე მეეჭვება თქო, ეხლა ძალიან 50-50-ზე ვარ, იმიტომ რომ ჯერჯერობით არავინ არ იხსნება სხვა და თუ არის fake დეტექტივი, ну, მოკლედ აი ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ მაყენებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მე 4, 5 და 6 თავიდანვე ეჭვის ქვეშ მქონდა დაყენებული და ამ წუთას დეტექტივმა 50-50-ზე დაადო ხელი 6-იან ნომერს, ну, საინტერესო არის შეიძლება, თუმცა მოსავირებ შენ, როცა მაგიდაზე სხვა დეტექტივი არ ყავს, 50-50-ზე არ გაქვს ალბათობა. ხო და გაგეხსნება მეორე, მე რეგექნება ეგ ალბათობა. კი ბატონო, კარგით, მიღებულია. შესაბამისად, კარგი, დავუჯეროთ, როგორც თვითონ იძახის დეტექტივი, 6 ნომერი საეჭვოდ მიმაჩნია, თუმცა მისი ეხლანდელი საუბრიდან გამომდინარე, არ ვიცი. ანუ ისე ჩემი ეჭვი ჯერჯერობით არის 4-ში, 5-ში და 6-ში. დასრულდა 9-იანს უსმენთ? ხო, 2-იანს ვიტყვი, რომ ეგეთი ფოლები არა იყო, გჭირდება თუ შენ ხარ დეტექტივი. 6-იანი, რა ვიცი, ხო, ნულოვანი წრეა ჩელენჯი თუ რაღაცა ამ ეტაპზე ერთი დეტექტივია და შენ გადამოწებული შავი ხარ, მოცემულობა ეგ არის. ვასახელებ 5-ს, ვასახელებ 7-ს, ვასახელებ 10-ს. 10 ნომერი იყო ადამიანი, რომელმაც ზუსტად ჩემი სიტყვები გაიმეორა, არაფერი განსხვავებული არ უთქვამს, გუნდში ამიყვანა 2-3-9 და ზუსტად ჩემი სიტყვები ილაპარაკე. ამიტომ მინდა ეხა ისაუბრო ესეთი რაღაცა, რაც მე არ ვითქვამს და შენი აზრი თქვა სხვა მოთამაშეებს. გასაგები შეიძლება დავემთხოთ რაღაცებში, მაგრამ სხვა რაღაცებზეც ილაპარაკე. 5-იანს ვეტყვი, რომ მე არ მithქვამს, რომ 4-იანი და 5-იანი ერთად თამაშობს მეთქი, შე რაღაცები გეშლება, ნაკლებად დაკვირებული ხარ, არ მომწონ ხარ და ასევე არ მომწონს დიდად აი, ისე როგორ ხარ, ნეიტრალზე უფრო ქვემოთ ხარ ჯერჯერობით რა. არა, ისე როგორ თქვი, აი, გავაგრძელოთ ასე თამაში, შვიდად წავად პატიოსნად, რა, მე არ ვარ შვიდად, იმიტომ რომ პატიოსანი მოქალაქე ვარ და არ არის მარტივი გამარჯვება და შენ შვიდად ხარ. ეგ არ მომწონს შენში. 10-იანს უსმენთ? ხო, chill გაიხარო, ანუ ჯერ ვეჩვევი თამაშს. chill გაივარ, ანუ იმას ნიშნავს, რომ წითელი კარტი მაქვს და არ ნერვიულობ, არაფერი სანერვიულო არაფერი არ მაქვს. დათო შეფასება ეგრევე დავდი, რომ არ მომეწონა მეთქი და აქედან გამომდინარე დეტექტივი გაიხსნა და დააფიქსირა, რომ შავი კარტი აქვს. გავიმეორე თუ არ გავიმეორე, ჩემი აზრით მე სწორ ხალხს გავყევი და ეს ჩემი აზრით მისაღები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნუ ოკეი. და ვასახელებ, რა თქმა უნდა, დავიდეს, იმიტომ რომ სხვა შანსი ჯერ სხვაზე არაფერს ეჭვი არ მაქვს. მადლობა.
11-ს უსმენთ? აი მე მიმართავ 1 და 12-ს, ანუ თქვენ დეტექტივად იხსნევით, ხართ დეტექტივი. თქვენ მანიშნეთ, თუ შეიძლება. როგორც მე ვთქვი, არას ნიშნავს, ანუ რადგან მეორე დეტექტივი არ არის, 6-იანი უნდა გავიდეს ჩვეულებრივად მეტი ვარიანტი ამ წელზე არ განიხილება. ყავს ერთი დეტექტივი. 6-იანისგან თან მე ველოდი შეტევას 2-იანის მიმართ, იმიტომ რომ მე რო პატიოსანი მოქალაქე ვიყო და ვიღაცამ შავად გადამამოწმოს, ავტომატურად შევუტევ, ხო, ვიცი რომ იტყუება და თქვენ ეგ არ გააკეთეთ ზადობას. ამ წლებზე ბევრი ჩაიჰარდი არ არის საჭირო თუ მეორე დეტექტივი არ იხსნება. ამიტომ ჩვეულებრივად მივყვეთ დინემას და კიდევ ერთი ხამე გადაგორდება ასე. ბას. მადლობა. 12-ს უსმენთ? ვასხელებ 6 ნომერს. ვასხელებ 11 ნომერსაც. რატომ არ მომეწონა? მე მეგონა შენ გაიხსნებოდი, ისე მიყურებდი რაღაცა, შენ წითელი რაღაცის მანიშნებდი რა სანამ დღე დაიწყებოდი. მე მეგონა შენ გაიხსნებოდი. ოკეი, 6 ნომერი გადის ამ მონაცემებით, 8 ნომერი არ მომეწონა, სადაც რაღაცნაირად ეძებდა სხვა დეტექტივსაც და თქვენთვის 2 ნომერს 50-50 კი არა 100%-ით არის 6-იანი შავი რა. მე არ გონია რომ გაიხსნას 1 ნომერი. თუ გაიხსნება, ვითამაშეთ, მაგრამ ჩახსნა ვერსია არ გაიხსნება, გადის მხოლოდ 6 ნომერი ხა. მე 6 ნომერი არ მომეწონა, კიდე ერთ რამე დავაფიქსირო რომ 6-10 ერთად შავების გუნდი ვერ გამოდიან, რადგან 10 ნომერი ლომაწერი შეუტია, სხვა შავი შეიძლება იყოს, მაგრამ ერთად გუნდი ვერ გამოდის. მე ახლა ვიხსენებ წინა წრეზე 6 ნომერი ვინ დაიცვა ასე ვთქვათ რა. მაგრამ აქეთ ისე ისაუბრეს რომ მქონია არავის არ დაუცვია და შეიძლება იქით ეძდეს ნეიტრალური დაუძახეთ თქვენ. და თან მეც მეკითხავთ დეტექტივად ხარშნებთ რაღაცებს. მო 1-11 მეეჭება სწორად დამესახელებია. პირველი ნომერი სანამ დახურავს წრეს, დასახელებულები არიან 6, 5, 11. პირველი ნომრის 1 წუთი. 6 ნომერი სულა იყო ძალიან უცნაური რატომ? ორი ვარიანტი მაქვს. ერთი ვარიანტი არის რომ უფრო ძლიერი გუნდელი ყავს და ვასახელებ 6 ნომერს, ვასახელებ 9 ნომერს. ერთი ვარიანტი მაქვს 6 ნომერზე რომ ეს სულა გააკეთებ, რომ უფრო ძლიერი გუნდელი ყავს, როგორც მაფიას და უფრო მიანდო მას დაბრალება დეტექტივის რომ კარგად ებრძოლა დიმასთან, ესეთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი მაქვს რომ იაკუძა არის და დანებდა უბრალოდ რა, იმიტომ რომ აშკარად დანებება არის 6-ის მხრიდან 2 ნომრის დეტექტივები თამაშობა 100%-ით. 8 ნომერი მომეწონა პირველ წრეზე ყველაზე მეტად. 9-ს მომეწონებოდა, მაგრამ 9 იმდენად გამოსტილი მოთამაშე არის რომ 9-ს წავიყვანდი, მაგრამ ამყავს ამ ეტაპზე 2-8 ამყავს აუცილებლად. 12 ნომრის შეტევა მომეწონა 11 ნომერზე ძალიან მომეწონა და ამიტომ 2-8 12 არის ჩემი გუნდი პირველ წრეზე. არ მომეწონა 6 ნომერი, არ მომეწონა 7 ნომერი, თუ 7 ნომერი შოგუნის თამაშს თამაშობ ყველანაირად აი ტაატით რა, არაფერს არ ამბობ საერთოდ. ამდენი ადამიანი იყო შენ წინ, არავის არ შეუტიე, 2 წრე არაფერი არ შეუტიე. 2 წრე მეორეზე 6 ნომერი შეუტიე, რომელიც უკვე გადამოწებული შავი იყო და გადამოწებული შავს ყველა შავი შეუტევს. ყველას მოგისმინეთ, დასახელებულები არიან 6, 5, 11, 9. ამ თანმიმდევრობით. 6-იანის 30 წამი. კი ბატონო. ეხლა მოხსენით ჩელენჯის ამბავი, რაც ვილაპარაკეთ და აი ვითომ არ ყოფილა და ამის მერე თქვით რა არგუმენტები გაქვთ და როგორ დიმა მიცნობს, დიმა და მეტაკა პირველი, არ ვიცი დეტექტივი რატო არ იხსნება, ეხლა არა ვარ დეტექტივი და არ გავიხსნი, პატიოსანი მოქალაქე ვარ, არ ვიცი რატო არ იხსნება სხვა, შეიძლება ელოდება შენ მეწეს რომ დიმა გამოაშკარავოს, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ დიმა მიცნობს კარგად და პირველი რა თქმა უნდა ვისაც გადაამოწმებ და თუ ნამდვილი დეტექტივია ვიქნებოდი მე, მაგრამ ნამდვილი დეტექტივი არ არის, რადგან მე პატიოსანი ვარ და თან შენი გადაწყვეტე. 5 ნომერს უსმენთ? ხო, რავი, რატო დამასახელეთ საბოლოო ჯამში ლაშა, რატო გადამეკიდა არ ვიცი ნამდვილად. რატოღაც გადაწყვიტა რომ ცუდი ვარ და ეგრე კონდეს გადაწყვეტილი. დასახელებული არავინ არ ყოლია, როგორც მახსოვს, ხო? არავინ არ დამისახელებია. ნუ ეგზე ავწევ ხელს, რა თქმა უნდა, ავტომატურად, როდესაც დეტექტივი არ ეხსნება, ლოგიკურია ეგ აქციელი რა. მე მგონი ყველა დამეთანხმება და თავის დასაცავად რეალურად სათქმელი არაფერი არ მაქვს, იმიტომ რომ ალოგიკური მგონია, ვინ და თქვენი დრო 11-ს უსმენთ? მე ბოდიში მინდა მოგიხადოთ 6 ნომერს, იმიტომ რომ ანუ თუ მეორე დეტექტივი არ გაიხსნა, თქვენ რომ მართლა პატიოსანი იყოთ, ან მაინც თქვენ უნდა გახვიდეთ და ის თქვენი ცუდი თამაში კი არ იქნება, არ გახსნილი დეტექტივის ცუდი თამაში უფრო იქნება, როცა ნახავთ ამ მომენტს როგორც ვიდეოს რა. ამიტომ ახლა თქვენ უნდა გახვიდეთ აუცილებლად რა. იმედია მეორე დეტექტივი არ გაიხსნება და გავაგრძელებთ ესე პატიოსნები თამაშს როგორც მივყვებით დინებას. თქვენ იმიტომ გკითხეთ კიდე რომ შეიძლება თქვენ გახსნილი ყავით და მე აირევა და ის ყველაფერი. 9-ს უსმენთ? ხო, ახლა 5-იანი სულ თავს იმართლებ. პირველად, ანუ ეხაც თავი გაიმართლე, ალოგიკური იყო ჩემ, ვერ ხვდები რატო გადამეკიდა, იმიტომ გადაგეკიდა რაღაც შეცდომები დაგიშვი და ისევ თავს იმართლებ, ინფორმაცია არ მოგიცია. მე მაგალითად ახლა დეტექტივს მიმართავ ერთადირს, ერთადერთ გახსნილს
მინიმუმ ეხა თუ ვიღაცაზე ხარ დეტექტივი, მინიმუმ ფოლი თქვით, მაგრამ არავინ არ იხსნება. ორიანი არის დეტექტივი. 5 და 10 შორის მე გავაკეთებ სიამოვნებით გადამოწმებას, იმიტომ რომ ამ ორ ადამიანზე დიდი ეჭვი გვაქვს რა. 7-იანი აი რაღაცა ისე, არ ვიცი რა. 4-ია. ყველას მოგისმინეთ, დასახელებულები არიან 6, 5, 11, 9 ამ თანმიმდევრობით. ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა. ვინ თulit რომ 6 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში? მადლობა 6 ნომრის ბოლო სიტყვა. რაუნდობელი ხალხი ხარ ბავშვთან ერთად ვიყავი მოსულიად შეიძლება. ყოჩახ. მეორე დეტექტივი ყოჩახ შენც. რა გაქვს ჩაფიქრებული არ ვიცი. პატიოსანი მოქალაქე არ ვიცი რა განდოგაწირა. ესე თუ გააგზავნებთ წააგებთ. კარგად ბრძანდებოდეთ. ჰა? 7 ნომერი. ეგ თავიდან მევთქვი. დავიმშვიდობთ 6 ნომერს. ხოლმე ვიღებ ექი მიხილავს შენ აიღო. ექი მიხილავს 2 ნომერს. ხამე მეგობრებო. დიდი მადლობა. ბევრი სათქმელი არაფერი მაგას იმიტომ რომ პირველივე წრიდან გამომაპინტრიშეს. სიმართლე რო თქვა, ჩელენჯმა დამღუპა, რომელიც დავალებული მქონდა რომ ჩემამდე ვინც ილაპარაკებდა ისინი შემედარებია ეროვნულ ლიგაში მოთამაშე კლუბებს და რადგან ესე უცნაურად დავიწყე და ჩემგან არავინ არ ელოდა ესე უცნაურად დაწყებას, რა თქმა უნდა გადამომაწეს პირველი და გამოვარდი. რა შეჟა არაფერი. ყველაფერია წინ. დაიძაბა. ყველას წინავს. აიღვიძებს მაფია. ტონი მიდასტურებს პასუხს. ვერ შიტობები მაფიას. მიიღეს გადაწყვეტილება. იღვიძებს ტონი, აეძებს დეტექტივს. პასუხი იღვიძებს მარჯვენა ხელი ეძებს იაკუძას მემშვიდობები ახლა კი იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა ხმა საუწიო გადაწყვეტილება იღვიძებს დეტექტივი პასუხი იღვიძებს ექიმი თენდება ხელი ბოლოს ლოგიკური იყო. სათვალები მეორთქლებოდა. ყველა მიყდა პატიოსანი იყო. არაფერი როლი არ ქონია მეგობრებო, მოკლედ. მე გადამოწმე მითხარით უფრო. 4 და რა ფერია? შავი ხო გაიხარეთ? მაგეთო გიხარით, 4 ნომერი ძალიან შავი იყო, 7 ნომერი შოგუნია, ეს ჩემი აზრით. კაი, გასაგებია, მესამე შავი ვინა, არ ვიცი, მესამე შავს უფრო აქეთ მოძებნიდი, ვიდრე ცოტნეში მესმის, ცოტნე ძალიან იმართლებს თავს, მაგრამ არ ვიცი ხა მეორე იქნება თუ არა, ეგეც ძალიან საინტერესო არის რა.
იმიტომ რომ რა ვიცი შეიძლება კი გაისროლა ვიღაცა მაკეთ, მაგრამ შეიძლება აღარ კონდეს ხილი იაკუძას და იაკუძა იყო 6 ნომერი, არ ვიცი. 4 ნომერი გავაეხა, კარგია და ბოლოსკენ როცა ხილები აღარ იქნება 7 ნომერს გავუშვებდი. 8 ნომერთან და 2 ნომერთან ითამაშეთ მეგობრებო, 8 ნომერი წითელი არის, 2 ნომერი წითელი არის და 12 ნომერი წითელი არის თამაშით ამ სამ ადამიანთან. ლაშა გელაშვილიც, რავი, რასაც უყურებ, მე მგონი თუ ეს გუნდები აიყვანა, ლაშათან ერთად თამაშით. ფას წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო. გამშვიდობთ 1 ნომერი გავამხნევოთ განსაკუთრებულად. გამბრძანდით? 1 წუთი რა. მიბრძანდით? ხალხს თამაში აინტერესებს, ამიტომ ფას და გამოიწერეთ სახრაშუნო. მადლობა ბენედიქტინერს. მადლობა Starbucks, გაზიდა, ლუდისას, Celsius. მადლობა ყველა სპონსორს. წრეს გახსნეს ნომერი 3. იქიდან გამომდინარე რომ სხვა დეტექტივი არ გაიხსნა, მე მჯერა 2 ნომრის დეტექტივობის და მივყვები მის თამაშს. 4 ნომერი გადაამოწმა და შავად გაიხსნა და ამის მჯერა 4 ანუ აქეთ ჩაყოლებაზე სადაც ვფიქრობდი რომ შავები იყვნენ, 7 ნომერზე ვფიქრობ და 10 ნომერზე ისევე რომ შესაძლებელია რომ ესენი იაპონური მაფიის მხარე იყოს ან მაფიის მხარე იყოს, იმიტომ რომ ისევე მეშავება, ანუ რა მეშავები, ანუ რაღაც სხვანაირად თამაშობ, არ ვიცი. 11 ნომერი შეტევა ძალიან არ მომეწონა 12 ნომერზე, იმიტომ რომ რაღაცა უცებ თითქოს ჩავაბჟინდა, რომ იხსნებიო და ეგ ვერ მივხვდი, სიმართლე რომ გითხრა, ამ დროისთვის ანუ 2 ნომერი, ანუ ლაშა ჩემთვის ძალიან წითელია, იმიტომ რომ რაღაცა ისე ფიქრობს როგორც მე, ხო? 2 ნომერი და 9 ნომერი ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე წითელი კარტია. მადლობა. დავუშვებთ კი არა, 4 ნომერს უსმენთ? დებილობას რო დაამატებ, ზუსტად ეგ დამემართა, ეხა 5 ნომერი გადავამოწმე პირველ ღამეს და იყო წითელი და 9 ნომერი გადავამოწმე ეხა და დამხვდა წითელი. 2 ნომერმა ძალიან კარგად გამოიყენა ის ყველაფერი, რომ 6 ნომერს ქონდა ჩელენჯი, ილაპარაკა გუნდების რაღაცა იმაზე, დაბნეულად ილაპარაკა მაგ ყველაფერს და კარგად გამოიყენა. შატო არ გაიხსენე წერა. აი დებილობას ვავატებ, ხო, მაგას ვამბობ, იმიტომ რომ გადამოწმება არ მქონდა, 5 ნომერი მყავდა წითლად, რომელსაც შავად უტევდა ყველა და რომ მეთქა რომ 5 გადავამოწმე მეთქე მეორე ფოლს ვიღებ 5 გადავამოწმე და 9 გადავამოწმე მე. ხარო დებილობაზე დებილობა დაგემართა? დებილობა მე დამართნოდა. ნუ მოკლედ რა. დებილობაზე ფოლი არის და რამდენი ფოლი უნდა დავწერო, არ ვიცი. არ ვიცი, რამდენი ფოლი უნდა დაწერო, მაგრამ 2 ნომერს გავუშვებდი, 2 ნომერს გავუშვებდი დიდი სიამოვნებით, ეხა აუცილებლად, იმიტომ რომ 2 ნომერი აღარც გადავამოწმე, იმიტომ რომ მაფიაა ჩემთვის. 5 ნომერი წითელია, 9 ნომერი წითელია. 6 ნომერი არ ვიცი, შეიძლება შოგანიც იყო და კარგად გავარდა, არ ვიცი. პას. მადლობა. 5 ნომერს უსმენთ? არ ვიცი 4 ნომერის 3 იმაზე გამოხტობაზე რა ვთქვა. შეიძლება უბრალოდ ცდილობს რომ დადებითად ვიფიქრო მაგის მიმართ, მაგრამ მართლა რავი ისეთი უაზროდ გამაზაწრე რომ მეტი შეუძლებელია და თან ფოლის აღება შეგეძლო რომ რამე მაგ შემთხვევაში და მაგით რთულია შენი დაჯერება. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, კილი 1 იყო, 2 ვარიანტი აქვს, რომ 1 დაჰილეს და შესაბამისად გადარჩა, ალბათ ექიმმა უნდა თქვას, ეგ ლოგიკური იქნება ამ შემთხვევაში. ან იაკუძა გავიდა 6 ნომრის სახით და მართალი იყავი ისევ და ისევ შენი ის მართლდება. დანარჩენს რაც შეეხება, ხო, ამ ეტაპზე ესე პირდაპირ ვიღაცის წინააღმდეგ წავიდე, ნუ 4 ნომრის ეს გამოხტომა ძალიან შენ უნდა ითამაშო, ეხა ჩემი დეტექტივობით. პირიქით წითლად გადაგამოწმე და ეს გიტევდა აქეთ. ხო, მაგიტომ აეჭვებს კაკრას, რომ ჩემი გადამოწმება მოხდა და ხო, რავი, რთულია ვინმე დავასახელო, იმიტომ რომ ცოტა დავიბენი რა. მადლობა. 7 ნომერს უსმენთ? პირველ ვერსიაზე ვრჩებით, რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან გვიანია დებილობას დამატების არგუმენტი და მე კიდე მაგ არგუმენტების დაჯერება, ნუ სისულელე მგონია. ერთადერთი ის არის, რომ თუ შავად არის ადამიანი გადამოწმებული და ის გასვლისას მემადებს ხელს, ესე იგი მე ვწითლდები ლოგიკურად, იმიტომ რომ ნუ უბრალოდ ის ისარგებლა, რომ თავიდან რაღაცა ვერ ვიყავი ისეთ ხოთზე შეიძლება და საკმარისად ვერ გამოვთქვი ჩემი საქმელი და ნუ თქვენ რო განწყობა გქონდათ ისარგებლა ამით. 4 ნომერში ვწევ ხელს ეხა ცალსახად, ალბათ ბევრი თქვენგანი და ამის შემდეგ არ მინდა თლად მართალი აღმოჩნდე, მაგრამ ჩემს მარცხნივ და ჩემ მარჯვნივ მეეჭვებიან ორივე ადამიანი, ესე ვთქვათ, შავ კარტებში.
და აქეთ შოგანის ამბავში. ანუ პირველივე ტურიდან არ დამცალდა ვერ მოვასწარი მეორეზე თქმა რომ, ანუ 7-ას ამოწმებს შემდეგ ღამეს აუცილებლად. ლაშას თამაშს მიყვები და ლაშა თავიდანვე სწორად ჯელობდა, იმაშიც ვეთახვები, რაშიც მე გამაკრიტიკა ესე ვთქვა და რავი, იმედი მაქვს პატიოსანია და იმედი მაქვს ესე მაგრად არ თამაშობს, რომ ის ფოლის მიავიღებო, ანუ შავი რო იყოს ეხა ფოლს მიავიღებ შეიძლება და გაეთვალა. იმდონის მოთამაშეა, მაგრამ სტილ მინდა დავიჯერო რომ წითელი კარტია და მიყვე რა, ხო. იდეაში მან დავარდ. რუიანს უსმენთ? ძალიან საინტერესო რაღაცები მოხდა ახლა ჩემი აზრით. პირველ რიგში მეოთხე ნომერს მართლა რაღაცა ძალიან უაზროდ ქონა გამოხტომა. ახლა ამ წუთას აღარაფერ შუაში აღარ იყო. აბსოლუტურად დავწმუნდი რომ ორიანი არის დეტექტივი, ის რომ შავი იყო 6-იანი, ამაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ახლა რაც შეეხება 4-იანს, 4-იანი და 5-იანი თავიდან რომ მეგონა ერთად, ახლა ისე საინტერესოდ გადანაწილდა 4 ხელსადებს 5-იანს და 9-იანს. ეჭვი გამიჩნდა, რომ 9-იანთან რაღაცა ხდება, ესეთი ეჭვმა გაჩენილი, იმიტომ რომ დააწითლა უცებ ორივე, ის იმიტომ რომ თავიდანვე რაღაცა ვითომ ჯგუფში ვარ, ვითომ გუნდში ვარ და ისე მიიყოლა. შენზე არ უძახი, შენ არ მგონი ხარ. შენ მგონი ხარ, რომ ანუ შენ არ გეუბნები. 9 მგონია, რომ 9 მიიყოლა, იმიტომ რომ გონია, რომ არის მაფიოზი და კი არა, მგონია, რომ არის მაფიის კი შენ. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ 4-იანი არის ახლა გადასაგდები, არის ფიქრობ რომ მაფიოზია და აქეთ ხელს აფარებს თავის სიანს. დამთავრდა. 9-იანს უსმენთ? მე მჯერა შენი დეტექტივების 4-იანი, ვინ გონია მაფიოზი? რა თქმა უნდა, 2-იანი მგონია მაფიოზი, 7-яნის ლაპარაკი ძალიან არ მომეწონა. კიდევ ვინ არის? ასახელებ 4 ნომერს რანაირ ნულოვან წრეზე ვთქვი რომ 4-5-6 არ მომწონს მეთქი და შენ თუ მე მაფიოზი გონი ვარ ძალიან ცდები. ხო, 8-იანი არ ვიცი ხარ, 8-იანი 3-იანი მომწონს რა თქმა უნდა, ისევ გუნდებს გავმეორდები, 2-იანი მომწონს. 7-იანი რაღაცას ცდილობს, ანუ 7-იანი ისევ ნეიტრალი. მე არ წამს არ გაშავებ რა. მე ვამბობ რომ ხარ ნეიტრალური ჩემთვის ესეთი წითელი. არ ხარ როგორც მაგალითად 3-იანი და 2-იანი, ისინი უტევენ ის 2-იანი გავიგებ დეტექტივი 10-იანს ვასახელებ. 4-იანი დასახელება 10-იანს ვასახელებ ისევ. ფოლს ავიდებ, სანამ ჩემამდე მოვა რაღაცა, ისინი უტევენ, იმიტომ რომ პირველები არიან. მე ხშირად შეუტევდი პირველებს. გასაგებია რომ კითხვის ნიშანი მქონდა შენზე, მე არ გეუბნები რომ უეჭველი შავი ხარ. მე მგონია რომ 5-იანსა და 10-იან შორის მესამე გადამოწევა უნდა იყოს, რომ ბევრს გვაქვს ეჭვი. თუ ცდები მითხარით 11-იც არ მომწონს მე სხვათა შორის. 10-იანს უსმენთ? ანუ ცდები და ყოველთ უნდა დავხარჯოთ დეტექტივის გადამოწმება ჩემს მიმართ, იმიტომ რომ წითელი კარტი ვარ, პატიოსანი მოქალაქე ვარ და ჩემი აზრით თან ახლა დიმა შეიძლება გავარდეს ნომერი მეორე. რა თქმა უნდა, ნომერ 4-ზე ისეთი რაღაცა ფაქტი დადო დიმამ რომ ნომერ 4-ზე შევჩერდები. ნომერი 7-იც არ მომწონს, ნომერი 8-ც არ მომწონს. შენ რა თქმა უნდა წითელი ხარ, მაგრამ არა იმიტომ რომ ესე მე მიტევ და მე შენს მიმართ ხელს არ ვიქნევ. ეგრე არ არის, უბრალოდ მე ჩემში არ დაიხარჯოს არანაირი გადამოწმება, იმიტომ რომ 100% წითელი კარტი ვარ. მადლობა. 11-ს უსმენთ? გამარჯობა კიდევ ერთხელ. მე მეგობრებო ესე ვარაუდების გამოთქმა ვიღაცები ვინც მომწონს და ვინც არ მომწონს ეგენი ცოტა მეორე ხარისხოვანი მგონია როცა ორი დეტექტივია გახსნილი და თუ მართლა დეტექტივი იყავი მაშინ აუცილებლად უნდა გახსნილიყავი და რაც არ უნდა დებილობა დაამატო ეგ ვერ გამოვასწორებს მაგას რა მაშინ წაგების გზაზე ვართ და უკვე მეორე რაუნდიდან წავედით და ვარებ უნდა ჩავყვეთ რა თითქოს ეგეთი რაღაცა თან რადგან ერთი ქილი იყო მაშინ იაკუძა უნდა ყოფილიყო 6-იანი აუცილებლად არა თუ შოგანი არამედ აუცილებლად იაკუძა რაც ეგეც მაგის შანსიც ძალიან ცოტა არის ამიტომ მათემატიკურადაც და ყველანაირად ახლა უნდა გავიდეს 4-იანი და დავასახელოთ 9-იანი ვინ დავასახელოთ 9-იანი ასახელებთ ხო მიღებულია 9 დასრულეთ 12-ს უსმენთ? მე ვასახელებთ 11 ნომერს. მიღებულია? 4 ნომერი მე მიყვართ ვერსიების თამაში რა, მაგრამ თქვენ ვერსია მაშინ ჩაკალით, როდესაც იძახით, რომ 5-იანის წითელი მყავდაო, ქალაქი ვიტევდითო და მაგით ხო არ გავიხსნებოდიო. თქვენ თუ დეტექტივი ხართ, ზუსტად მაგიტომ უნდა გაიხსნათ 5-იანის წითლით, რომ თქვენთვის წითელი მოთამაშე გაგყავდა ქალაქს რა. თან თქვენ 6-იანზე აწიეთ ხელი. მე ისიც ვიფიქრე შეიძლება თქვენ რო დეტექტივი ყოფილიყავით, გეფიქრათ, რომ ეს მარჯვენა ხელია 6-იანი გადაამოწმა იაკუძად და მაგიტო არ აწიეთ, რომ იაკუძა მოგეშორებინათ, მაგრამ ეგ არ არის რა დაშვებული არანაირად.
ვიფიქრე, რომ შეიძლება ექიმს დაიხილა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისეთი აშკარა იყო, რომ ექიმი დახილავდა, რომ მე ვფიქრობ, რომ მაფიამ არ ესროლა რა ორიანს რა, მე ვფიქრობ ესე და შეიძლება ის მართლა იაკუზად გავიდა. თუმცა თქვენ რო იძახით 11 ნომერო რომ აი 100%-იანი იაკუზად გავიდაო, ეგ არ არის რა, აუცილებლად შეიძლება დაიხილა ექიმს. და მაფიამ მართლა ისროლა ორიანში, სადაც იფიქრა, რომ არ დახილავდა ექიმი რა, ესე შეიძლება. მე არ მომეწონა 11 ნომერს, სადაც იმიტომ რომ იძახი რომ 100%-იანი იაკუზად გავიდაო რა. მეც ვფიქრობ რომ იაკუზად გავიდა, მაგრამ 100%-იანი გავიდა თუ არა, არც იმიტომ რომ დილმოთობით ექიმი დაქილავდა 2 ნომერს. სანამ 2 ნომერი დახურავს წრეს, დასახელებულები არიან 4, 9, 11. 2 ნომრის 1 წუთი. როცა გავიხსენით დეტექტივად, 4 ნომერი იყო ერთადერთი ფაქტიურად 5-მდეც, ვინც საერთოდ არ შეიმჩნია ეგ მომენტი, 6-იანზე არაფერი არ თქვა და საერთოდ რაღაცები ვილაპარაკა. პლიუს გაუკვირდა პირველ წრეზე, ჩემი 3-0 წრის თამაში ეგეთ რამე არ მინახავს, რაც მოიტყუა და გადავამოწვია მიზეზების გამო დამხთა შავი. არ მომწონს 11 და 12, აშკარად ერთმანეთს უპირისპირდებიან. მე წინა წრეზე რაც დავიჭირე, ეგეთ შეგრძნება დამჩა, რომ 11 თხოვდა 12-ს გახსნას, დეტექტივად გახსნას და შეიძლება 11 იყოს იაკუძეობისკენ, 12 იყოს შოგანი და თხოვდეს რომ შემოსულიყო დეტექტივად. ეხაც თან ორიომ გაგვეხლა ყურადღება, რომ იაკუძა გასული მგონია 6 ნომერიო და ის არ დაუშვეს თავიდან რომ მე რა მგონია რომ მოხდა, რა თქმა უნდა მომხდა. ფორზე მე 11 ნომერს შავი გონია და 11 ნომერს გასვლაც მინდა და რანაირად გამოდივართ მინიმუმ შოგანი. კეთრი არგუმენტს მე ექიმა დამხილა, ამ ღამეს გადავრჩი მაგიტო, ეხაც ამ ღამეს ერთ ფერს დაგიდებ და გავდივარ რომ თამაშიდან, რა თქმა უნდა აქ არავინ დამტოვებს, თუმცა ამათი ისრების გადატანა იყო იმაზე, რომ იაკუძა გასულია ქალაქიდან და როგორ შეიძლება და ექიმს დაეხილა ჩემში ნაცვლი, რაც რა თქმა მგონია თავის არეო, მაგრამ ოკეი, მაგაზე არ მივაქცევ ხა ყურადღება. 4 ნომერი გადის ყველას ხელით რა. დასახელებულები არიან 4, 9, 11. 4 ნომრის 1 წუთი 30 წელი. კარგია ძალიან, კარგი დებიუტი გამომივა მე ამ თამაშს აუცილებლად უყურებ. მართალია ყველა იმით, კი ბატონო, შეცდომით და ასე შემდეგ უნდა დავტოვოთ. მით უმეტეს 4-9-11 თუ ვართ, დარჩენილი 9-11-ში 9 გადამოწმებულია, კი ბატონო, მირჩევნია დავტოვო. მაგრამ აუცილებლად მომაყოლეთ უკან, არ ვიცი, რა უნდა გითხრათ სხვა, იმიტომ რომ კარგად თამაშობს ძალიან. 2 ნომერი. და გაითვალისწინეთ. დასუ, ცხრიანს უსმენთ? 2 ნომერი ნამდვილად კარგად თამაშობს, ხო. უყურე 5-იანზე მეტადაც კი 10-11-ში მგონია მე მაფიოს 12-11 გუნდი არ არის რა. ანუ ესენი სულ ერთმანეთს 12 უფრო მეტად წითელი მგონია, მე მაგალითად უფრო პატიოსანი მყავს. 11-მა დადგა და განიხილა 2 დეტექტივი როცა არის გახსნილი რა, 2 დეტექტივი გახსნილი. ანუ ჩემ სიტუაციაში ვთქვი, ფოლიც ავიღეთ, ეხა გაიხსენით ფოლით მეთქი და ხმა რა მოუღია საერთოდ. ფოლს ავიღებ, მე ღამე მაინც გავალ ძალიან კარგად ვიცნობ, ყველაზე კარგად ვიცნობ ამაგიდას და ამის თამაში არის პატრონის თამაში რა. 10 ნომერი. დასრულდა მესავე ფოლია. დასრულდა თქვენი დროც 11-ს უსმენთ? აი ხა 4-იანი რო გავა, 4-იანი ფაქტობრივად დანებდა, ისე როგორც 6-იანი. სულ მაგიდაზე არის 5 შავი კარტი, აქედან 2 100% ვიცით რომ გავარდნილია. ეხა მაფია დიდი ალბათობით ორიანს ესვრის და კარგი იქნება თუ იაკუზაც გაარტყამს კიდე მაფიას და შენ და ჩემს ბრძოლაც რაც შეეხება მაგაზე მომდენო რაუნდში შევხვდებით. დასრულდა თქვენ. დასახელებულები არიან 4, 9, 11. ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ 4-იანმა უნდა დატოვოს თამაში? რა ამბავია? ვინ ფიქრობს რომ 9-იანმა უნდა დატოვოს თამაში? ვინ ფიქრობს რომ 11-მა ერთი ხმა გადავიდა 11-ს. 4 ნომრის ბოლო სიტყვა? ძალიან საინტერესოა. ეხლა რასაც განიხილავდით. ნახე 11 ნომერი რასაც განიხილავდა. ეხლა იაკუზა დიდი იმედია თუ დარჩენილია ესვრის 2 ნომერს და მოკვდება მაფია, მაგით, იმიტომ რომ მინიმუმ 2 პატიოსანი გასული იქნება. ეხლა მეც რო გავალ. იმიტომ რომ არ ვიცი 6-იანი ვინ იყო რა. 1-იანი აშკარად პატიოსანი იყო. 6-იანი მართლა რაღაცა ისე ლაპარაკობდა, შეიძლება შოგანი იყო რა. არ ვიცი. ხო, შოგუნი იყო, შომასტგოვონი იყო. იაკუზას უზის ორიანს ესროლოს და ორიანმა იაკუზას ესროლოს და იქნებ ამოიქაჩოს ეს თამაში. საშინელება იყო. აპატიოს დავით ხარაბაძემ პირველ რიგში რო ნახავ მერე. დავამშვიდობთ ხოლმე. ღამე? დიდი მადლობა რომ ჩიპსი მაინც არის ჩემთან ერთად და ჩიპსით მაინც წავალ დღეს სახში გაიხარეთ ლუდისა.
საინტერესო თამაში შეიძლება გამოსულიყო ჩემთვის. ეხლა შეიძლება უინტერესო გამოვიდეს, იმიტომ რომ მარტივად მოიგონ მოქალაქეებმა რა. ვიფიქრე პირველივე წრეზე გახსნა, უბრალოდ ტვინში ისე ვალაგებდი, რომ მეთქი აი მე დაღამდება, გათენდება და ეგრევე გავიხსნები მეთქი და ისე მოხდა, რომ მაგღამეს მე გადავმოწმდი, რასაც ნუ 50-50-ზე ველოდი და სამწუხაროდ გადავმოწმდი მაგღამეს, თორე აუცილებლად მეორე ღამეს გავიხსნებოდი და შეიძლება კიდე სხვანაირად წასულიყო თამაში რა. არ გაგვიმართლა იმაშიც, რომ აი ჩელენჯი მოუწია 6 ნომერს და 6 ნომერმა არად გუნდებით ჩამოთვალა ხალხი და ეგრევე წავიდა ყველა ხელი მისკენ და დავამტრევთ იმას იმ თითებს, პატარა თითებს მე რო გამოვა გარეთ და ქუჩაშიც დიდად ვეღარ გაივლის ხალხში. დავიძინოთ ძვირფასო მეგობრებო. ხელები ავიღოთ მაგიდიდან. თავი დაბლა დავხაროთ, იგვიზებს მაფია. მიიღეს გადაწყვეტილება. იგვიზებს დონი. მიიღო პასუხი, იგვიზებს მარჯვენა ხელი. პასუხი მიღვიძებს შოგუნი და იაკუძა გადაწყვეტილება იგვიწევს დეტექტივი მიიღო პასუხი იგვიწევს ექიმი თამაშ ტოვებს ნომერი 2. ხო. 5 ნომერი გადავამოწმე და შავი კარტი დამხვდა. ძალიან ცოტა მეგონა ალბათობა რომ 4-5-6-ში ესე სამივე შავი კარტი როგორ შეიძლება დამჯდარიყო, მაგრამ ფაქტია რომ ხდება ამ თამაში ეგეთ რაღაცები რა. თან ეს ერთმანეთს რო დაუწყეს შეტევები და რაღაც 5-იანი ჩემთვის მაინც რაღაცა საეჭვო იყო პირველივე წრიდან რა. 5-იანი ყავთ შავი, შეგიძლიათ გაუშვათ ეგრევე. სხვა რა შემიძლია დაგიტოვოთ, არ ვიცი, 8 ნომერს ვეტყვი, რომ წეგან 4 ნომერმა 9 შემოიყვანა წითლად, იმიტომ რომ თქვენში მე ეჭვი დაეტოვებინა, რომ მაფიოზმა წითელი შემოიყვანა და შავი ხო არ არის, მაგას გამორიცხე ეგას და არ გაყვა, 9 ნომერი არის წითელი კარტი და შეგიძლია ენდო ბოლომდე, ისევე როგორც 3 ნომერს და ჩემი აზრით ისევე როგორც 10 ნომერს. ლაშა შენზე იქნება ხო ბევრი რაღაც დამოკიდებული, იმიტომ რომ ერთ ჩემ აზრად რასაც დაგიტოვებთ 11-12 მგონია გუნდი და შენ უნდა 10 ნომერი კაია ჩემთვის, იმიტომ რომ როგორც ვიცნობ არ მგონია მაგის თამაში პოზიცია. არ გინდა არ უპასუხო არაფერი. არ გინდა ყველა გუნდურად თამაშით ერთად თამაშად 5 ნომერი გადის და დანარჩენი შენ უნდა იყო ლიდერობა და კარგად იცნობ ამ ვიღაცებს ამ მაგიდაზე ვიღაცებს და რაღაც დასკვნები შენ უნდა გააკეთო რა. დავემშვიდობოთ 12 ნომერს. ძალიან საინტერესო თამაში იყო. პრინციპში მგონია რომ ჩემი მისია და როლი შევასრულე. შავი კარტები ვნახე, ბოლოში რაღაც გავრისკე, თუმცა დარწმუნებული ვიყავი რომ 5 ნომერიც გუნდი იყო და შავი იყო და იმედია სწორად
სწორად დავტოვეს ფერი მაგიდაზე. იმედი მაქვს, რომ ქალაქი მოიგებს და პატიოსანი მოიგებენ. ძალიან სასიამოვნო თამაში იყო, ძალიან მომეწონა ახალი როლების შემოსვლა თამაში, უფრო დინამიურს ხდის, უფრო საინტერესოს ხდის, უფრო მეტი კომბინაცია არის და უბრალოდ ძალიან ნასიავნებმა დავტოვე თამაში. თამაში ტოვებს 5 ნომერი. არ ვიცი რა გითხრათ. ეს რატო გააკეთა ხო ვერ ხვდები, მაგრამ ოკეი, რა ვიცი. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, ჩემ ხმას დავტოვებდი, მაგრამ არ ვიცი რამდენად გაიგონებთ ჩემ ხმას. მაგრამ ხო არ ვიცი რა გითხრათ. წარმატებები. დავაშინოთ 5 ნომერს. თამაში საინტერესო იყო. ცოტა დავიძაბეთ, დავიბენით, რაღაც არასწორი ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ საერთო ჯამში რავი, ნუ რთული თამაში იყო რა. შეიძლებოდა ყველაფერი უკეთესად მოხდარიყო, ვიდრე მოხდა რა და შემდეგზე ვეცდები, რომ უკეთესად ვითამაშო, ხოლოდ ეს ამაში მილია შეგვირდეს. წრეს გახსნის ნომერი 7. კარგი ამბები მოხდა, გახარებული ვარ, მაგრამ ის რომ ესე ვთქვათ, ყველაფრის ანალიზი მომესრო არ არის, თუმცა შავი გავიდა 1 2 3 შავად გავიდა უეჭველი, ხო? ოღონდ აქედან შეიძლებოდა 3 მაფიოზე რა ყოფილიყო და ყოფილიყო 1 იაკუძა. ანუ გვაყავს კიდე 1 შავი, 3 4, ხო? 1 შავი ყავს კიდე. წესით კარგად ვართ. მე, ნუ 11 ნომერში ხელს ავწევ, იმიტომ რომ ძალიან მეეჭვება, მაგრამ ასევე ძალიან მეეჭვება 8 ნომერი. არ ვიცი რატო, აი მეორე წრეზე რო ილაპარაკა, რაღაცები არ მომეწონა უბრალოდ და ინტუიციის დონეზე ეგრე მაქვს რა. 11 და 8 მეეჭვება ჯერჯერობით. ლაშას თამაშს გავყვები და ლაშას ალბათ ანალიტიკურად დადებს რაღაცეებს თუ მოასწრო უკვე. და ხო, მაგრამ კიდე იცი რას ფიქრობ, გულწრფელად ვითამაშებ, თქო დღეს თქვი რა. პირველ ნომერმა სამჯერო დაიზახა ჩემზე შოგუნიაო, არ გამოვიცხარო თვითონ იყო შოგუნი და პროსტა გააკრეს მაფიოზებმა და გაუშვეს რა. 8 ნომერს უსმენთ? ესე იგი, ეხა იმის მიხედვით, რომ რასაც ფიქრობდი, აქეთ შავი ხალხი რო იჭდა, ნუ ჯერ საერთოდ ვერ ხვდები უცებ ჩემზე რატო გადმოერთე და ძალიან საინტერესო. არა, წინაზე, აი აქედან მახსენეს, აი აქედან გადმომიძახეს, რომ რო არის საეჭვო და უცებ შეიცვალე ძალიან უცნაურად, თუმცა მაგას ეს ცოტა ხანში განვიხილავ. ესე იგი, ამ წუთას რადგან მოხდა ორი მკვლელობა, ის შანსი, რომ აი აქ ვინც იჭდა იყო მაფიოზი, გავიდა. მეორე ვფიქრობ, ანუ რომ იაკუზა თუ რომელიც კლავს არის ისევ თამაში, ერთ-ერთი რომელიღაცა, რომელიც ვფიქრობ, რომ რაღაც აქეთ ზის, თუმცა შენ ძალიან საინტერესოდ ჩამიხუჭუჭე ეხა. და აი არ ვიცი რა. ნუ მოკლედ, ჩემი ვარაუდები არის, რადგან ვენდობოდი იმას რა ქვია, დეტექტივს და ცხრიანი გამიწითლა. ახლა ისეთი ეს აღარ ვარ, რა ქვია, დარწმუნებული რომ 9 შეიძლება რამე პრობლემა იყოს, თუმცა ეჭვი გამიჩნდა 7-იანმა. და აქეთ ეჭვი მაქვს კიდე ხო, 9-იანს უსმენთ? უყურეთ 9-იანის შავ კარტობა უნდა გამოვლის ხმე 4, 5 და 6 თავიდანვე შეუტია, გადაუვარე 5-იანის გადამოწმებას ვითხოვდი 6-იანზე ხელი ავწია, 4-იანზე ხელი ავწია, მე მაფიოზი არ ვარ, არც იაკუზა არ ვარ. ეხლა გეტყვით ეგეთ რაღაცას რა. მოცემულობა არის, რადგან ორი მკვლელობა მოხდა, 3 შავი გასულია, სულ არის 5 შავი რა. ან და რადგან 3-ვე გადამოწმებული იყო რა, გამოდის რომ 1 შოგუნია დარჩენილი უეჭველი, შეიძლება იყოს მეორე ან იაკუზა, ან მაფია. ან არის 2 იაკუზა, შოგუნი იაკუზა. ან არის მაფიოზი და შოგუნი დარჩენილი. ეხლა ყველა ვარიანტში ხელი აწიოთ ვინხართ ექიმი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკა. პატიოსანი მოქალაქე გეუბნებით ვინ არის ექიმი, ხელი აწეთ აუცილებლად. შენ ხარ ექიმი. კარგი, შენ ისედაც მე პატიოსანი. ძალიან კაია რომ შენ ექიმი ხარ, 3-იანი, 9-იანი, 12 არის პატიოსანი. 10, 11, 7, 8. აქედან გადის ერთი რომელიმე ადამიანი. ასახელებ 11 ნომერს, 11 არ მომწონს და დაასახელეთ ვიღაცამ 7, 8-ს და 10-ს ყველა უნდა ვიყოთ დასახელებული რა. 11-ს მოусმენ ძალიან არ მომწონს. შენი ლოგიკები. 10 ნომერს უსმენ? მე როგორც პატიოსანი მოქალაქე, ეს მაგიდა ამ მაგიდა შევაფასებდი დადებითად. ჩემი აზრით 2 ნომერი იყო დეტექტივი და გაიწმინდა, ასე რომ ვთქვათ, მაფიოზებისგან ჩვენი მაგიდა. ხო, აი დავასახელებ 7 ნომერს დანილას, მაგრამ ვფიქრობ 11 ნომერზე, თუ 12 ნომერი გაიხსნა როგორც ექიმი, 11 ნომერზე მექნებოდა ეჭვი და აქედან გამომდინარე, ბას რა. მადლობა. 11-ს უსმენთ?
ეხლა ნახე ერთი შოგუნია დაშენელი და ერთი ან თავისი აკუზა ყავს ან მაფია როგორ შენ თქვი. ეხლა ნახე ექიმი მე ვარ. შენ რატო გაიხსენი ექიმად ეხლა ეგ უკვე კარგია. აქამდე იმიტომ არ ვიხსენებოდი რომ ველოდებოდი რომ ვინმეს ეთქვა. ორიანი მე დავხილე. მეორე წრეზე და იმიტომ არ მოკდა სხვათა შორის და თავიდანვე ვანიშნა და იცოდა იქ ხა. პედაგოგი დასწორეს მარა. ორიანი შენ გიტევდა და თუ იცოდა რა რატომ ორიანი მე და შენ ერთად გვიტევდა და ჩვენ შორის ერთ ჩავს ეძებდა და როგორც ჩანს მართალი იყო. 4, 5 და 6 მეც თავიდანვე ვუტევდი და სამივეზე ავწიე ხელი. უბრალოდ მეხუთეზე არ იყო საჭირო და ეხლა ვაპირებდი მოკდა თან. მოსახელებ 12 ნომერს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია რომ გაიხსენი ექიმად. მადლობა რომ ესე გამოაშკარავე თავი. დასრულეთ? 5 წამი? მე დავასრულე. მადლობა, გაპასით ხოლმე. 12 ნომერს უსმენთ? მოსახელებთ 11 ნომერს. მე ვარ ექიმი, ნამდვილი ექიმი რა. ორი ნომერი დახილული მყავდა და უბრალოდ მაინტერესებდა, ეს იყო ძალიან კარგი არგუმენტი იაკუძესთვის რა და მაინტერესებდა ვინ იტყოდა ამ არგუმენტს და ვინ გადაამღერებდა, გადააძლიერებდა ამას რომ რადგან 6-იანი, ანუ რადგან ქილი არ მოხდა, ესე იგი 6-იანი გავდოდა იაკუძად. მაინტერესებდა და 11 ნომერი თავიდან მოიძახდა მაგას და მე რეკით რამდენიმე გადაამღერა რა. მე ერთი რამე მგონია რა, ეხლა პატიოსნებს გეუბნებით, თქვენ გამომიხართ პატიოსნები თუ ერთ-ერთი შოგუნი არ ზიხარ. თუ კი არა, შეიძლება ერთიანი იყოს გასული რა, მაგას ვიძახი რა. არ ვიცი, მაგრამ უფრო მაქსიმუმი უნდა განვიხილოთ რომ შოგუნი ძის. 5 ნომერი, 4 ნომერი რო გაიხსნა, 5 ნომერი ვიძახდა 4 გავიდესო კაცო, 4 ნომერს უტევდა რა. ასევე 6 ნომერზეც ხელი აწია და შეიძლებოდა 5 ნომერი გასულიყო იაკუძად. მაგრამ მაშინ ქილი არ გამოდის სწორი რა. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ 11 ნომერი რადგან ეხლა უმეტესობა პატიოსნების ხედავთ და შენზე მოდიოდა ეჭვი და გიშვებდით, შენ ბოლო იაკუძა ხარ, ერთი შოგუნი ყავს ვიღაც და შენ გაიხსენე მაგიტო ექიმად. თორემ მაფია რო იყო, რავი, გაიხსენებოდი მაფიითაც? მაგრამ მგონია რომ 11 ნომერი შეიძლება იყოს იაკუძა რა. თან სამივეზე თუ ხელი აწია, იცოდა რომ გასაშვებები იყვნენ. სამი ნომერი დახურავს წრეს, დასახელებულები არიან 11, 7, 12. სამი ნომრის ერთი წუთი. ორი ნომერი იყო დეტექტივი. თავიდანვე როცა თამაში დაიწყო, ვიძახდი რომ აი ჩემს მარცხენა მხარეს ზიან თქო, შავი კარტები თქო. ორიანმა დატოვა რომ 11 ნომერიო შავიაო ჩემთვისო. ლაშა დატოვა ცხრიანი. თავიდანვე ჩვენ 2-3-9 თამაშობთ ერთ თამაშს, მე რასაც უყურებ, ვიძახდი რომ 7-იანი და 11 ნომერი დიდად არ მომწონს, 7-იანი, იმიტომ რომ ვერ გავიგე მართლა და ამ პერიოდისთვის, ამე ვერ ვიგებ მაინც. 7-იანი ჩემთვის ანუ რაღაც ხო, 9 ნომერს დავასახელებ, იმიტომ რომ ლაშის აზრები ძალიან მინდა რომ მოვისმინო, იმიტომ რომ ყველაზე გამოცდილი მოთამაშე აქვს და ჩემთვის მნიშვნელოვანია და ანუ რავი 7-იანი და 11-იანი ამ თამაში ყველაზე ნაკლებად მომწონს. დასახელებულები არიან 11, 7, 12, 9, 11 ნომრის 30 წამი. აი შენ ითამაში არარაციონალურად. ეხლა ექიმად გახსნა, არაფერში არ ჭირდებოდა. ანუ სამი გადამოწმული ადამიანი გავარდა და ეხლა შენზე ეჭვი არ წამოვიდოდა. ანუ ყველა მიიტანე მაგეჭვი. ნახე, ეხლა შენი სულიდან გამომდინარე მე რო გავარდე, როგორც ფეიქ ექიმი დავუშვათ. ანუ შენ ჩემ ბალანსად მაინც უნდა მოგაყოლო, ამიტომ მაინც წააგებ. ანუ რა აზრი იქონა მაგას ვერ გავიგე. ანუ თუდად ითამაშე, ეხლა უნდა გახვიდე. სხვა გზა არ არის. ანუ 12-ზე უნდა აწიოთ ხელი აუცილებლად, მეგობრებო. დასრულდა თქვენი დრო, 7-იანს უსმენთ? ჩემს ამბავში 11 უეჭველი გაშავდა ამ წესებით არ ჭირდებოდაო და მართლა არ ჭირდებოდა და იდეაში რაღაცა უფრო მჯერა 12 ნომრის ამ შემთხვევაში. ხო, ცუდად ითამაშა, მაგის გამო ბევრი რაღაცა მინდოდა კიდე მეთქვა და მავიწყდება ხოლმე ბოლო დროს 10 მეწითლება 9 ნომერს მოусმენდი უბრალოდ აი მაინც თეორიის დონეზე აგრესიულად არა, მაგრამ თეორიულ დონეზე 9 ნომერი ხო შეიძლება შოგუნი იყოს და მაგრა თამაშობდეს ლოგიკურად. უბრალოდ არ მინდა რომ მაგას შევსწრე, იმიტომ რომ აი ბოლოს ამ ადამიანს შეგავდივარ სუ ეგრე მეშლება. 12-ს უსმენთ? შეიძლება, მაგრამ ჯერ გადის ხოლმე 11 ნომერი რა. 11 ნომერი უნდა არ ჭირდებოდა გახსნაო. დიახ ჭირდებოდა, იმიტომ რომ ეჭვი ყველაზე შეიძლება წასულიყო, რადგან დეტექტივი გავიდა და შავები ყველა შეიძლება ყოფილიყავი და ექიმი ვარ. მე ვარ ექიმი. თქვენ გადიხართ ახლა, უბრალოდ ვფიქრობ ამის ძინაზრად დავხილოთ 9 ნომერი. ყველაზე ძალიან ვიცმე პატიოს. აუ. აია 9-ს მოკლავენ ახლა და ეგ 11 ნომერი გადის ახლა, ხოლოდ. და ან შოგუნს ჯერ 11 ნომერს 9-ს უსმენთ? მაგიტო ჯესეთი ჰიტა ეხა შენ იხსნები ეგრევე რა შენ. ჯესეთი ნახე უყურე გეტყვით ეხა 10 ნომერი რატო გადის რა 10 ნომერი თუ არის ექიმი გველაპარაკება ქალაქს დგას და იმისთვის ხო ის მაფიოზია ეხა უყურე 10-ისთვის ხო 11 მაფიოზია დგას და მაფიოს უხსნის რატო არ უნდა ითამაშა ესე. შენ თუ ხარ ექიმი შენ მაფიოს კი არ ელაპარაკები გველაპარაკები ქალაქს.
მიხდი? ეხლა გადიხარ შენც ყოჩახ რო ვინ დახილე 9 ნომერი. იმედია 9 ნომერი არ დახილია 12 ნომერი ეს ბლეფი იყო, იმიტომ რომ 9 ნომერს ეხლა დახილავს ექიმი. პას 10 გალის ეხლა. 10 კი 11. ბაშა შენი თავდაჯერებული საუბარი განსხვავებული განხდება სამწუხაროდ თუ ფოლი 11 შემბრალი არ იქნება. დასახელებულები არიან 11, 7, 12, 9 ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ 11-მა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიაცით ხმა? 1, 2, 3, 4, 5 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 7-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში? 1 ხმა. და 11 ნომრის ბოლოს სიტყვა? თან სამწუხაროდ შეცდომა დავუშვით მეგობრებო, მაგრამ ეს შეცდომა ახლა რომ გამოასწოროთ, იქნება მაინც რომ გავიმარჯვოთ როგორმე. ამ 12 მაინც გასაგდებია რა. ყველა ნახე დავუშვათ მე ვწდებოდი, მაინც უნდა გააგდოს. ანუ მაგაზე პირობა დადით აქვე რომ აუცილებლად გააგდებს. თუ მაგას არ გააკეთებთ, მე როგორც ექიმა ყველაფერს ვეცადე მართლა დეტექტივი დავხილე ერთი ღამე, ამიტომ ჩემი თამაშით მაყოფილი ვარ. კიდე მეორეზე დავხილე 12 ნომერი, იმიტომ რომ ხილი არ გამეფუჭებინა. და ჩემი თავის ხილი მქონდა შენახული მაგის გამო, რომ ეხლა რო გავიხსნებოდი, მე ვაპირებდი საკუთარი თავის დახილვას. ან მე მეტი არ იყო, სულ ანუ 12 ყავდა დახილული, ჩემი თავი ყო და ორიანი. всё, ანუ ორი ხილი მქონდა. ანუ დაითვალეთ, ორი ხილი მქონდა და შენამდენი ხილი მქონდა. კარგი, თო. დავიმშვიდობოთ 11 ნომერი. ხამე მეგობრებო. გამოვარდი მეგობრებო, სამწუხაროდ ძალიან ცუდი იყო. ვერ დავაწმუნე ქალაქი და 12 ნომერმა ძალიან კარგად ითამაშა. იმედია მოვიგეთ პატიოსნები. მეც ეხლა კიდევ ვერაფერს ვერ გეტყვით. იმედია მოვიგეთ. სიჩუმე თავი დაბლა დავხაროთ, იყვიტებს მაფია. დონი მიდასტურებს პასუხს. მიიღეს განაწყვეტილება. იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი. იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი. იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. მიიღეს გადაწყვეტილება. იღვიძებს დეტექტივი და შეეცდება რომ გამოააშკარაოს მაფიოზები. მშვიდობები დეტექტივს, შეგახსენებთ რომ შოგუნი არ მოწდება, იაკუძა მოწდება. იღვიძებს ექიმი და შეეცდება რომ გადაარჩინოს ის უბედური. მიიღო გადაწყვეტილება და თენდება. თამაში ტოვებს ნომერი 9. 1 2 3 4 5 კაცი ხარ დარჩენი. ხო, 5 კაცი ხარ დარჩენი. აი ხა ეს რო ქილი რო მოხდა, იქ ძალიან არ მომეწონა. თუ 11 იყო ცუდი კარტი და არა ნამდვილი ექიმი, ანუ ხე ჰიტამ ძალიან დააგვიანა, მე ვთქვი, მართლა პატიოსთან თქვი, რომ ხელი აწეთ ექიმმა მეთქვა, რა ინიციატივა გამოიჩინა 12-ზე უფრო ნაკლები ეჭვი მქონდა, სანამ გაიხსნებოდნენ 12 უფრო მეტად წითელი იყო, ვიდრე 11. 11-მდე დაიწყო 4 ნომრის დეტექტივის განხილვა, რაც არის სიგიჟე. ჩემი აზრით რა, ამიტომ გავიდა 11 ნომერი. რადგან ეხლა უკვე რა ხდება, თქვენ შეგიძლიათ ეგეთი რაღაც გააკეთოთ, რომ თავი დაიზღვიოთ, თავი რომ დაიზღვიოთ, რომ გავიდეს 12 ნომერი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ 3 შავი კარტი გასულია, თუ 12-ს გავუშვით, ეხლა ზუსტად ვიცით, რომ 4 კარტი იქნება, 4 შავი გასული, მე შეიძლება მოკვდეს სავქილი და 3 კაცში ვიღაცას უნდა ეინდოთ, რა უნდა გადაწყვეტოთ, ვინ არის სტუდი, ვინ არის აქ. ხო, ეს იქნებოდა სწორი სვლა რა, მაგრამ მე რატომაც გონია 12 უფრო წითელი კარტი მგონია რა. როგორც ექიმი, ჩემთვის ემოციურად 12 უფრო ესა ექიმი იყო რა. ვინც არ მომწონს დასრულდა თქვენი დრო.
არ ვიცი. დავამშვიდობ 9 ნომერს. შორის გონია ერთი ცუდი კარტი რა. შენ გენდობი ორიანის გამო. ეს ორი. დავამშვიდობ 9 ნომერს. მე მგონი რომ კარგი თამაშია რა. საინტერესო თამაშია მეგობრებო. ჩემი გადმოსახედით, ხო რა, ანუ ამ მაგიდაზე რაც ვთქვი იგივეს გავიმეორებ, რომ სწორი თამაში იქნება რომ გავიდეს 12 ნომერი, იმიტომ რომ თავის დაზღვევა არის ეგ, უშვებთ უეჭველი ერჩავ კარტს და სამ კარტში უკვე მე ხდება მსჯელობა, ვინ არის ცუდი და ვინ არის კარგი. სამიანი მგონია წითელი არის კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ და ბოლო ცუდი კარტი მგონია 7-ში და 8-ში, ალბათ უფრო 7 ნომერი შეიძლება. 7-8-ში მგონია ერთი ცუდი კარტი, თუ არ მორჩება თამაში, ალბათ 7 ნომერი, არ ვიცი. 8 ნომრის ერთი წუთი? ოპა, ესე იგი, მე მაინც მგონია, რომ ჰიტამ დააგვიანა თავისი გამოხტომა ექიმობის საკითხზე და მგონია, რომ შეიძლება 12 იყოს მართლა ექიმი. ჩემი ეჭვი ისევ 7-იანზე ზის, მგონია, რომ შავი კარტია. რაც შეეხება 3-იანს, დარწმუნებული ვარ, რომ წითელია, მეც წითელი ვარ და აი რთულად არის საქმე, მოკლედ დარჩენილი იმედი მაქვს, რომ მოვიგებთ. კანდიდატურა? ჩემი კანდიდატი არის 7-იანი. მიღებულია 7 ნომერი. 10 ნომერს უსმენთ? ხო, 8-იანზე მქონდა გამახვილებული წინაზეც თქვი, რომ რატომაც 8-იანი მეკონა. ექიმის მჯერა, ნომერი 3-ის მჯერა, იმიტომ რომ ყველა შავი კარტი მოიშორა პირველ 15 წუთში, ალბათ ყველა შავს ხელი დაადო, რა თქმა უნდა, აქეთ მხარე არის წითელი და 8-ზე გავჩერდები რა. ანუ 8 მგონია, რატომღაც მე ვიღო 8. კი, აუცილებლად. მიღებულია 8 ნომერის კანდიდატურა. 12-ს უსმენთ? ვასხელებ 8 ნომერს. აი მე ვარ ექიმი რა, თუ გინდათ თავის აზრმოდ რაღაცა მისმის პატეოსთან მეც ვცდილობ ხოლმე, მაგრამ უბრალოდ ერთი წით გაიწელება რა. მე რატომ გონია რომ 8 ნომერი არის იაკუცა. ეს იმიტომ გაიხსნა ის, ოშო რადგან ქილი მოხდა, სხვა ვარიანტი არ არსებობს რა. იმიტომ რომ ან ქილი რადგან მოხდა, მაშინ ეს რომ შავი კარტი ყოფილიყო გადამოწმებადი შავი კარტი, მაშინ ეს რომ გავიდო და ქილი აღარ უნდა მოხდარიყო. მაგრამ ეს იყო ესე იგი შოგუნი, რომელიც არ მოწევდა და უბრალოდ არ უნდა რომ ხელით გასულიყო და მაგიტომ გაიხსნა. სხვა ვერსია არ არსებობს რა ამ თამაში. 8 ნომერი არ მომწოხართ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ თუ პატიოსანი ხართ, ყველა ვარიანტში გაწყობთ რომ ერთ-ერთი ექიმიდან მაინც გავიდეს და სხვა, ანუ ჩემი აზრით 7 ნომერმა პატიოსანი კარტი გადმოატრიალა 0 წრეზე იმდენად ემოციურად ისაუბრა და თქვენ რომ 7 ნომერში აწიეთ ხელი და ეხლაც უტევთ, ეგ არის ძალიან საეჭო რაღაც რა. თან ეხლა რომ დავფიქრდით და ქალაქი რომ ჩამოყალიბდა რომ მე ვარ ექიმი და თქვენც მოგიწიათ რომ გეთქვათ რომ 12 ექიმი ვარ, თორე 11-ზე ხელი არ აწიეთ რა. აი ეგ არ მომეწონა თქვენში ყველაზე მეტად. ვასხელებ 8 ნომერს. ჩემი აზრით 8 ნომერი უნდა გავიდეს რა. ანუ თქვენ არ ვიცი როგორც კიდე ვიფიქრეთ, მაგრამ ჩემი აზრით 8 ნომერი გავიდეს, იმიტომ რომ ყველაზე პატიოსან ადამიანს ჩემი აზრით უტევს 7 ნომერს. 3 ნომერს უსმენთ? ძალიან დაიძაბა თამაში და ცოტა ძალიან ავიჭერი. 7 ნომერი ვერ გავიგე მთელი თამაში, ვიცახი რომ 7 ნომერი ვერ გავიგე და თუ ტყუილა გადავეკიდე და არ ვიცი. 8 ნომერი ჩემთვის ამ ბოლო ხელზე ცოტა რაღაცნაირად მეეჭვება, იმიტომ რომ აქამდე საერთოდ არ დაუსახელები ვარ, რომ 5 კაცი გავაგდე და ახლა მაწითლებს მე. და შეიძლება რომ ეს ჩემთვის ძალიან red flag-ი იყოს. ხო? 12 ნომრის უფრო მჯერა ვიდრე მე-11 ნომრის ექიმის. მოდი ახლა მე დავასახელებ ალბათ უფრო 8-ს და არა 8-ს არა, 8 დასახელებულია. 10 დავასახელებ და იმიტომ რომ просто მოვისმინო მისი უფრო მეტი აზრი. 10 წამი გაქვთ? მადლობა. დასახელებულები არიან, სანამ 7 ნომერი დახურავს წრეს, შეგახსენებთ რომ დასახელებულები არიან 7, 8, 10 ამ თანმიმდევრობით. 7 ნომრის ერთი წუთი? ხო, რავი, მგონია და იმედი მაქვს რომ მარტივად არის საქმე. ანუ, სწორად მივდივართ თავის დაზღვევისთვის, აი არავინ არ მეეჭვებოდეს, უეჭველი 12-ს გავუშვებდი თავის დაზღვევისთვის, მაგრამ 8 ნომერი მეეჭვება ძალიან. არ მახსოვს სიტყვით მეორე წრეზე მაგრად მეეჭვა, მე ისევ აღარ მეეჭვა ერთი წრე და ანუ ეხა ამ ბოლო დროს აი ესე მგონია რომ ძალიან შეიყუჟა სპონჩი რა. ბევრს ასაუბრობს. შენზე არ ვიცი, ანუ ეხა გაგაწითლა, ანუ იმიტომ რომ ნუ ცუდად არ გამიგოთ. შეიძლება რაღაცა ქალური სოლიდარობის იმედიც აქვს და ეგ მინდოდა მეთქვა რომ აი იმიტომ რომ რაღაც ქალური სოლიდარობით არ წახვიდეთ, რა ცივი გონებით იფიქრე მაგ ამბავში რა.
სხვა რავი ძალიან მარტივია 8 ნომერი მე თანახმოვარ ნებისმიერ დროს გავიდე იმ პონჩი რომ აი თავი შევწირო და რაღაცა უბრალოდ ძალიან არ მინდა რომ ეხა აი 8 ნომერი დარჩეს მაგიდაზე და მე ანუ მანამდე გავიდე რა და 8 ნომერს რო გავუშვებთ მე იმედი მაქვს რომ გავიმარჯვოთ თუ ვერ გავიმარჯვოთ მე და 12 შორის ვილაპარაკოთ იმიტომ 12-ით შეიძლება ლოგიკურად წავიდეს და ნუ მეც ოკეი ვარ დასახელებულია ჩემი კანდიდატურა უკვე 8 ნომერი მადლობა დასახელებულები არიან 7 8 10 ამ თანმიმდევრობით 7 ნომრის 30 წამი ანუ არ ვიცი კიდევ იგივე უნდა გავიმეორო იდეაში მაგრამ თანმიმდევრობის ვარიანტში მგონია ეგრე უნდა გავიდეს ახლა 8 ლოგიკურად რო ვიფიქროთ მე უნდა გავიდეს პირობითა თუ არავინ არ გავიდა 12 ან შეიძლება რომ თქვენ ორმა დააყენოთ ისეთ კანდიდატურა რომ აი ჩემში შეიტანოთ ეჭვი პირობითად მაგრამ ეგრე გადამოწყვებული არჩენ არ ხარ და ამიტომ ახლა არ მინდა ტყუილად ეჭვი მოვიტანო მაგრამ აი შენ სავით ვარ მე უბრალოდ შენ ბევრად პირველ წრეზე არ შეგეშალა ის რომ ნახევარი წუთი არ დათმე მე პროსტა დავთმე იმიტომ რომ ისეთი ფრუსტრირებული ვიყავი რომ ისევ მოკალაკე ეწერა იმენა რავი მეთქი რა ბედი მაგრამ დასრულდა თქვენი დრო 8-იანს უსმენთ ეხლა მე თუ გამოგდებთ მგონია რომ სამწუხაროდ დაწავაგებთ იმიტომ რომ შენ იქი ხარ და წესით უნდა გჯეროდეს ჩემი ეხა იმიტომ რომ აი ეს ორი ადამიანი ძალიან ცუდად მაწვება და შენს გადაწყვიტე რომ ამას დაუჯერო შენ საერთოდ არ ვიცი რატო გადაწყვიტე რომ ამათ დაუჯერო მაგრამ სინამდვილეში მე ვარ წითელი და აი ეს ვაჟბატონი აქედან ძალიან კარგად მანიპულირებს და შესაბამისად მაქვს იმედი რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს 10-იანს უსმენთ ანუ მე ვარ ამ აგიდაზე ყველაზე გამოუცდელი მოქალაქე წითელი კარტით რომელიც ანუ ეჭვი არც კი დაუშვათ რომ მე ვარ ვზივარ აქ შავი კარტით ანუ ეგ გამორიცხეთ მართლა იმიტომ რომ ჯერ ჩემი აზრით აქამდე ვერც გავჩერდებოდი ისეთ ხალხთან როგორებიც არიან ხო და 8 ნომერს ვასახელებ რა თქმა უნდა ანუ აქამდე დავასახელე და ნუ ეხლა იგივე აზრზე დავრჩები წინა სატესტო თამაშზეც ესე ლამაზად გავიდა ფინალამდე და მე ფინალში მეც მომიშორა დასრულდა თქვენი დრო ხმის მიცემა იწყება 7 8 10 ამ თანმიმდევრობით ვიფიქრობს რომ 7-იანმა უნდა დატოვოს თამაში ხა მიეცით ხმა 1 ხმა ვიფიქრობს რომ 8-იანმა უნდა დატოვოს თამაში 4 ხმა იაკუცა მოიგო! 12 იყო იაკუცა, სამიანი იყო შოკული. ვილაცა. რაიმოსური ჩახუტება იყო. ბრავო, გააგებო, ბრავო. ოი, არა, მომწო. ვილაცა იაკუცას. გამიწია. მე ესეთი თამაში ჯერ არ მინახავ. აი შეიძლება? მოდი ვაღიაროთ ეს 12 ნომერი წინა თამაში 12 ნომერი ჯობდა. მაგრამ წინა თამაშის პირველ ნომერს აჯობა ამ თამაშის პირველ ნომერმა. გულსავ იაკუზას ანუ რა გამოდის რომ სამივე თამაში 300 სხვადასხვა როლა მოიგო. ეცოთ ლაპარაკობ მანდ შენთვის ლაპარაკობ ძმა მომისმენი აქეთ. იდეალური ბალანსია. იდეალური ბალანსია კი. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. კი, ყველაფერი კარგი იყო. მადლობა სპონსორებს, მადლობა ყველას, კარგი თამაში შედგა და ბრავო 12 ნომერის თამაშით ძალიან აღთქმული ვარ და ნუ ძალიან კარგი თამაში იყო ზოგადად გავერთე და მადლობა თქვენ. 11 ნომრის წითელი ფერიოდსა დამხვდა მეგონა რომ შოგანი იყო და ქენან გამომდინარე 5 ნომრის შავად შემოვიყვანე. ულოცავ იაპონურ ხარის გამარჯვებას, ორივემ კარგად ითამაშეს. ამბათ ნოდომ განსაკუთრებით, თუმცა მე მასში ვხედავდი რაღაც როლს და 3 ნომერში ეჭვიც არ შემიტანია, ბოლომდე ვერ დარჩენილიყავ, ეგრევე ვითამაშებდი, ამიტომ ბოლოს მაინც ხალხი გადაწყვეტს, თუმცა ჩემი ავიპი იქნება 3 ნომერი და კარგად ითამაშა, ძალიან თან გამოუცდელობის და დიდი სტაჟის სარქონის ფონზე. შენც ძალიან მაგრად ითამაშე. პოსტარები აღმოვაჩინო? კი, ხალხი გადაწყვეტს თავისას, იმედია რაღაც სუბიექტურს არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის სამიანი უფრო იყო MVP, რადგან შენში რაღაცებს მე ვხედავდი და კაი იყო გადამემოწმებინი, მაგრამ ვერ ვქენი. მადლობა ყველას, კარგი თამაშისთვის, ძალიან საინტერესო სასწაული. გულმა არ დაგარტყას. ძალიან 3 ნომერი იდეალური საუბრები ქონდა და ძალიან დიდი ბოდიში მეგობრებო რომ მომიწია ასეთი ბევრი ტყუილების თქმა. ყველაზე მეტად ის მიხარია რომ საერთოდ არც ერთ ხელზე არ ყოფილვარ დასახელებული როგორც შავი კარტი, თავიდანვე გავწითლდი.
ჩემი დებიუტი მე მგონი რომ შედგა. ძალიან მიხარია რომ მოვიგეთ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. კარგი აფერისტი ყოფილვარ გამოდის. არა. ქორო? არა, მე ვფიქრობ რომ მოკლედ თავიდანვე ჩავიდე ტვინში რომ მეთქი ახლა არ გავიხსნებით რომ რამე რა წინასწარ ეგეც ჩვენი პრობლემა იყო რომ არ შევთანხმდით რომ რამე ვინ რად გავიხსნებოდით ან რაღაცა რა არ დავგეგმეთ არა და წამყვანი ამბობს ხოლმე დაგეგმეთ აბა თქვენი მომდევნო სვლები და კარგი სიტყვა ამას უნდა დაუკვირდეთ ხოლმე და არც კი დავფიქრდი რომ აი რაღაცა გაგვენაწილებინა რომ რამე ვინ რა როლი ვიქნებოდით და მგონია ჩემი დიდი ბრალი დევს მაგ ყველაფერსი ჩემი აზრით. კარგი იქნებოდა ალბათ იმ წამს ვერ გავხსნილიყავი, უფრო საინტერესო თამაში წავიდოდა და ესე მიყოლებით მაფია არ გავიყრებოდით, მაგრამ ულოცავ იაკუძებს ძალიან კარგი თამაში დადეს და მართლა დასახელებულებიც არ ყოფილან მე მგონი არც ერთი დიდად რა და გილოცავთ და წარმატებები აბა ბავშვებო. ილოცავთ მეგობრებო გამარჯვებას პირველ რიგში, თუმცა ჩემ ხელში იყავით. ამდენი დამაკლდა რომ მეთქი აი ხო არ თქვა თქო ბოლოს გადაგამოწმე შენ და მაგიტო. ხო არა რა თქმა უნდა არ ვიტყოდი მაგას. მაგიტო რომ შენ გადაგამოწმე 3 ნომერს ვასახელებ MVP-ით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არანაირი ეჭვი არ მქონია მიუხედავად იმისა რომ დიდად თამაშზე არ მიფიქრია, იმიტომ რომ თვით გადარჩენაზე ვფიქრობდით თამაში. და ხო და ну რავი ხო ვეთანხმები ქოროს იმაში რომ ცოტა რაღაცა შეგვეძლო რომ პირველი ღამის დროს რაღაცა აი ესე ვქნათ მაგრამ არა უშავს თამაშია ზოგჯერ ისე მოხდება ზოგჯერ ისე მოხდება მაყურებლისთვის რა ნახეთ მაყურებელს მოვართოთ რა 3 ნომერი იდეალური საუბრები ქონდა და კარგად მიძრებოდა მაგრამ ამ თამაში მთავარი არის სულები 12 ნომერმა რასულაც გააკეთა მაგას უნდა დაფასება ხო და დაასახელე შენი ჯერი რომ იქნება მადლობა არა მართლა ძალიან კარგი თამაში იყო მართლა მაგრამ გულწრფელად რო ვთქვა მე უბრალოდ მივხვდი შენ რო იყავი ხო ხო თუნაი და კადრები აკეთე და შემელებული რაღაცა კარგი ნუ მოკლედ ყველას დიდი მადლობა და შევხვდებით იმედია კიდევ ამაგიდასთან თუ არა სხვა მაგიდასთან მოგესალმებით ძალიან მაგარი თამაში იყო გასაკუთრებით ჩვენთვის მაფიოზებისათვის ძალიან კარგად დღეს მოწოდების სიმაღლეზე იყო ბატონი დეტექტივი ბორსელინოს როლი ითამაშა ის კორადო კატანის პროტოტიპი რომელიც არის მანდამაის პირველივე გადამოწმებაზე გადაგვამოწმა მე მთავარი კითხვა რატო არ გავიხსენი ეგრევე დეტექტივად რავი ადამიანი ეგრევე რო წამოხტებოდა პირდაპირ გადებს ეხა რატო ხო მე მგონი ვიფიქრე რომ დონი ვიყავი თან და ვიფიქრე რომ მაინც იქნებ ჩემ მაგრამ ქოროს თავდაბლობასაც ვაფასებ ამ შენს დიდ სრულუნებასაც იაკუძა რო დასახლე მაგრამ ნუ რავი ბოდის გიხდით რო არ გავიხსენი მაგიტომ არც ვიფიქრე რაღაცა ავრიე ხო MVP-ს რაც შეეხება ნუ ნოდომ წინვალად ითამაშა მაგრამ ჩემი აზრით რავი პირველად თამაშობდა ადამიანი და საერთოდ კატო არ ჩემი მე რო არა ჩემს თავზე ვამბობ რა ანუ მე რო ყოფილიყავი მოკლედ არ ვიტყვი რაღაცებს მაგრამ რასაც ვამბობ ხოლმე მართალს ლოგიკით და სიტყვებით ხო და შეგვეძლო მოქალაქეებს მოგება და იდეაში ალბათ აი რეიტინგის მიხედვით რაღაცა იაკუძა მითამაშა კარგად მე მაფიასაც არავიშა და ჩვენ ძალიან საშინლად ვითამაშეთ რა მოქალაქეებმა მე მგონია ესე იმიტომ რომ აი ორი იაკუძა არ უნდა გაგეპაროს ფინალში რა 4 ადამიანში და ხო ან გადავინაწილებ პასუხისმგებლობას ბატონ გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად მიხარია რომ მათთან ერთად ვინაწილებ ამ პასუხისმგებლობას მაგრამ არ მიხარია რომ წაგების პასუხისმგებლობას ვინაწილებ ესე იგი პირველ რიგში გილოცავთ ძალიან მაგრები ხართ შენ განსაკუთრებით ქალბატონო ოჩახ ხო მე ვფიქრობ რომ აი თავიდან ძალიან კარგად წაიღო მაგრამ მე ძალიან ავიჭერი სამწუხაროდ ბოდიში რო ეჭვი შენს მოვიწანე და თან რო გადაგეკიდე ხო აი ამ საკითხშიც იქ ბოლოში ავიჭერი იმიტომ რომ ჰიტა რო დაასახელე და მე ძალიან ვენდობოდი უკვე დეტექტივს მან დავიჭერი და მეგონა რომ იტყვებოდა აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი ბოლოში რომ იყავი ექიმი მაგრამ სამწუხაროდ ესეთი ბედი გვაქვს დღეს. არა უშავს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მიუხედავად რომ წავაგეთ, იმედი მაქვს, რომ კიდევ მომიწვევთ და კიდევ ვითამაშებთ და შემდეგ ჯერზე უფრო კარგად გავართმევ იმედი მაქვს თავს. მადლობა ყველას.
ხლაშას დატოვებულმა სიტყვამაც არ უშველო პატიოსნებს. ძალიან გილოცავთ 3 ნომერს 12 ნომერს ძალიან კაი თამაში იყო. მე 12 უფრო მეტად იმიტომ დავიჯერო პირველი გაიხსნა თან სწორ დროს სწორად გაიხსნა, ამიტომ გავიდა 11 ნომერი, თუმცა ის მეთოდი იყო გამარჯვების გზა, რაც დავტოვე რომ 12-ს თუ გავუშვებთ, უეჭველი ერთი შავი გასული იქნება და მე სამ კაცში მოგიწევთ მეთქი. 12 იაკუზა იყავი, ხო? გამოდის რომ შენ დატოვე სიტყვა ორივე ჩემზე და არა, მე ვთქვი რომ თუ მე სადღაც 7-8-ში კი მე 3-ზე არ მქონდა ჭი, 3 წითელი მქონდა, მაგრამ ნახე 12 რომ გაგეშვათ, მე 3 კაცი რა 4 კაცი რჩებოდით, იმიტომ რომ ქილი აღარ იქნებოდა. ამიტომ ბატონი ჯითუჯი რასაც იძახის ბალანსი, ამ დროს ჩვენ დასაკარგი არ გქონდა და მაგიტო უფრო ვთქვი რომ 12-ს მაინც გაუშვებდით ხო რა. იმიტომ რომ დასაკარგი არ გაქვს. მინიმუმ იცი რომ უეჭველი გააგზელებთ ამას და მე ხა რა თქმა უნდა ჩამოყალიბდები. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მე მგონია რომ მაყურებელს მაგრამ მოეწონება იდეალური იაკუძას თემი ითამაშეს გილოცავთ კიდევ ერთხელ რა. ორივე იქნება ჩემი MVP, იმიტომ რომ ორივე კარგი იყო. ხო, არც ერთ თამაში ესე დაჩაგრულად არ მიგზნია თავი. არასდროს ვილოცავთ, თუ როგორი უნდა იყოს დებიუტანტი წილმიზის, გილოცავ და არა როგორც შეგიზის წილ. ესეც უნდა დავაფიქსიროთ. ხო, ძალიან გამიხარდა, მადლობა რომ მომიწვიეთ, მაგარი იყო ძალიან. გავერთე. მაგრამ ძალიან უბი ვარ, ასე რომ თქვა და თუ შემდეგში მომიწევს კიდევ აქვს მოსვლა, უფრო მომზადებული მოვალ. და წაგება არ მიყვარს ხე გილოცავთ ვინც მოიგეთ ხო მაგრამ წაგება უფრო არ მიყვარს ვიდრე ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა საბოლოო ჯამში ალბათ ის მომენტი იყო გადამტეხი როცა ჩემი ექიმობა არ აღმოჩნდა დამაჯერებელი და ალბათ რაღაცა უჯობდა რამე უფრო დამაჯერებლად მეკა ხო და ჩემი იქნება 12 ნომერი იმიტომ რომ ეს ჩემი დახილულიც და ჩემი ყველაფერი მიითვისა ესე გამოვიდა ორივე მერთიანში ისროთ. გამწარდა. შეგვავდი. რანაირად. წინახელზე. იაკუძა. წინახელზე მოიგრე და მიგრევე გავაგდე და მაშინ დახილული სამქონია. არა მე აგერჩი. კარგი, დარკფლეში ჩვენზე ედიტებს აკეთებდა მეგობრებო, ამ 5 სეზონის განმავლობაში და ეხლა ისეთი რაღაცა გააკეთა, რომ ვიდეოს ედიტებს აკეთებდა გააბითურა ეგ ადამიანი და ესე მე მოვიდა და სულაც იცგა დაიღო ჩემთან ერთად როგორც მონადირე და მსხვერპლი. ოჩახ მადლობა. ძალიან კარგი თამაში იყო. მინდოდა რომ იაკუძასაც მოიგო რა და მე თუ შევიტანე ამაში წვილს ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი და გამომივიდა. ერთი ნომერი შენ აკეთებდი ესეთ რაღაცას რა. და სანამ დაღამდებოდა მეორე ღამე და მაგიტო მეგონა ექიმი. და მაგიტო დავთანხმდი 3 ნომერს და კაი მეთქი ვესროლოთ. მე დრო გადავთვალე ეს 11 და მე ისეთ კომუნიკაცია ქონდა რომ რაღაც როლი იყო თავიდან რა და ექიმი გამოდიოდა ეს და ისინი მყავდნენ ძალიან წითლები ან 8 იყო შავი ან 5 და 5-იანი მოვკალი და იმიტომ მოვკალი ანუ შეიძლება და გადაემოწოდა დეტექტივს და მე ხელი გაგუშვა მაგრამ იმიტომ მოვკალი რომ მარჯვენა ხელი რო ყოფილიყო და მართლა მე რო ყოველდღე გადამოწებული შეიძლება და დანებებულიყო და ეთქვა რომ ეს გადამოწო შავად რა და რამდენი ხელი იყო ზედახლა თამაში ხა ეკითხარ ბევრი აღარ მოწეს ამაზევანაში და ის დახილეთ ამაზევანაში ხო არა 7 ნომერი თქვენი ყავით ძალიან კარგი. იცი რაზე გითხარი? თამაშის სტრატეგიები გასაგებია. როგორი გრძნობაა რომ აქ თამაშობ. ჩემი ზემო და კაი რაღაცას გასწრები. არა, 7 ნომერი იყო კარგი, იმიტომ რომ თავს მაინც იცავდი. ანუ თავს მაინც იზღვევდით, ჩემი გავშვებით და ეგ ვერსია რო განიხილეთ, მაგიტო ძალიან კარგი იყავით რა. აი ერთი წლის წინ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი რომ მე აქ უჯდებოდი, საერთოდ ვერჯი თუ დედასვიცავა. ძალიან კარგი გზნობაა, მეგობრებო, კიდევ ბევრი გეგმები აქვს ითუჯის და გამომწერებიც დიდი ალბათობით იქნებით აქ ამ მაგიდაზე და ყველას გისურვებთ რომ აი ესეთი გამოცდილება და გქონდეთ და ესე მოგეგოთ პირველივე ხელი როგორც მე გამემართლა და როგორც მე მოვიგე რა. ხშირად ვატარებთ ხოლმე ტურნირებს, წინ დიდი გეგმები არის, ყოველ დღე კი შეგიძლიათ მოგზადდეთ ფულრო მაფიაში, ბესარიონ ჟღეტის 92-ში ან მირიან მეფის 31-ში, ითამაშოთ მაფია, გაერთოთ, პირველ რიგში გახსოვდეთ რომ ეს პროექტი აერთიანებს ამეგობრებს ერთმანეთს და გიყვარდეთ მაფია. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა მოგზაურობისთვის.